საღამომშვიდობის დღის მთავარი თემებითა და სტუმრებით ზუსტად 21 საათზე პირდაპირ ეთერშია პოლიტიკური თოქ-შოუ პირველი სტუდია მე ეკა მიშველაძე ვარ. კანონიერების აღდგენა და ქურთული ტრადიციების მუხლის გაუქმება უფლებადამცველების ნაწილის მოთხოვნა, რომელსაც სამოქალაქო სექტორში მოწინააღმდეგეები წყავს. გადაცემის დასკვნის ნაწილში დისკუსია ამ თემაზე, რამდენიმე წამში კი როგორი იყო 2013 წელი ჯანდაცვის სისტემაში, რა გაკეთდა და რა იგეგმება მოსახლეობის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისთვის. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირველ სტუდიაში დაგველოდეთ რამდენიმე წამში ჩვენ პირდაპირ ეთერში ვბრუნდებით. ჯანდაცვის სისტემა საქართველოში რა პრობლემებია, რა გაკეთდა და რა გამოწვევების წინაშე დგას უწყება, როგორ აფასებს განვლილ სამუშაო პერიოდს მინისტრი და რა სფეროები მიაჩნია მას უპირველესი რიგის ამოცანად. წლის შეჯამება პირველ სტუდიაში შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირდაპირ ეთერში. არავე არ არის იდეალური გადაწყვეტილება, არც ოპტიმალური, თუმცა სწრაფი შედეგის მისაღწევად რომ ყინვაში, ქუჩაში არ აღმოჩენილიყო ეს ხალხი, უკვე ეს გვაქვს. აქციების სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით უფლებადამცველთა ნაწილი ქართულ ოცნებას დანაპირების შესრულებას თხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს. ყავს თუ არა მომხრეები ამ იდეას და უნდა გაუქმდეს თუ არა 223 მუხლი. აზრთა სხვადასხვაობა და დისკუსია პირველ სტუდიაში. ნანა კაკაბაძე, კახა კოჟორიძე და ირაკლი ღლონტი, რას ითხოვენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ჩვენი მოთხოვნაა ამ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა. თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება ძალიან მოკლევადაში, ჩვენ მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ქვეყანაში ყოველთვის უნდა იყოს სამართლიანობა, მართლმსაჯულების კომისიასაც დადებითად რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, რა თქმა უნდა, ჯერ ვერ დაუჭერთ ამ მოთხოვნას ხარს. პირველი სტუდია პირდაპირ ეთერშია და დღეს ჩვენ შეკითხვებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო უპასუხებს. ბატონ დავით, მოგესალმებით, მადლობა რომ მოგზავნით ჩვენთან სტუმრად. საღამომშვიდობის. ბატონ დავით, პირველ რიგში დღევანდელი ახალი ამბის შესახებ მინდა კითხოთ, რომელიც შეეხება გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახების დასახმარებლად დამატებითი 500 ლარის გამოყოფას. ვინ მიიღებს კონკრეტულად რა კატეგორია მიიღებს აი ამ დახმარებას და მომავალში რა იგეგმება, თუ არ ვცდები, მე დღეს მოვისმინე, რომ კიდევ იგეგმება გაზრდა აი ამ თანხის. დიახ, ეს ინიციატივა ეკუთვნის უკვე ყოფილ პრემიერს ბატონ ბეძინა ივანიშვილს. მოგეხსენებათ, ადრე იყო ერთჯერადი კომპენსაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სამშვიდობო ოპერაციების დროს გარდაცვლილთა ოჯახებისათვის. ეს კომპენსაცია იყო 15,000 ლარის ოდენობით, რომელიც გაიზარდა, გახდა კომპენსაცია 100,000 ლარი. და იმ სხვა სახელმწიფო შემწეობებთან ერთად, რომელსაც აქამდე ღებულობდნენ ეს ოჯახები, დაემატათ უკვე თვეში 500 ლარი. ეს 500 ლარი ვრცელდება, როგორც მოგახსენეთ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაკარგული ოჯახის წევრები, დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის. 1 იანვრიდან ეს იქნება 500 ლარი, როგორც მოგახსენეთ, 2015 წლის 1 იანვრიდან კი ეს გახდება 1000 ლარი. მე დღეს მინდა რომ ყველა თემას შევეხოთ, რომელიც უკავშირდება თქვენს უწყებას. შესაბამისად მრავალმხრივია, რა თქმა უნდა, ეს საკითხები და კიდევ ერთი აქტუალური თემა და ბოლო დროს ძალიან აქტუალური და გახმაურებული, სწორედ ამინდებისგან გამომდინარე და არა მარტო აი აქედან გამომდინარე, ეს არის უსახლკაროების თავშესაფრების თემა. თქვენი აზრი მაინტერესებს, უკვე რეგიონებშიც დაიწყო გახსნა დროებითი თავშესაფრების, რამდენად არის დღეს საკმარისი ზომები აი ამ ადამიანებისთვის, მიუსაფართა ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად და რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის სამედიცინო სერვისები. რაც შეეხება გატარებული ზომები, რამდენად საკმარისია, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, თუმცა ყველაფერს ჭირდება დაწყება და სწორი მართვა და მენეჯმენტი. ის რაც დაიწყო თბილისის შემთხვევაში და უკვე ვრცელდება სხვადასხვა ქალაქებზე, რა თქმა უნდა, არ არის იდეალური პირობები, თუმცა ეს არის პირველი რიგის საჭიროებების, ანუ ადამიანები რომ არ გაიყინონ და შიმშილით არ გარდაიცვალონ, ამისთვის მიღებული ზომები. სამთავრობო კომისიამ, რომელიც შეიქმნა პრემიერის დავალებით, შეიმუშავა 3 სხვადასხვა მოქმედების ხანგრძლივობის სტრატეგიული გეგმა, ეს არის სწრაფი შედეგების გეგმა, რასაც ჩვენ ვადევნებთ თვალყურს. აი რა ვადაში უნდა გადაიჭრას და როგორ არის პრობლემა? უკვე დაწყებულია. ხანგრძლივ გეგმაზეც რო ვისაუბროთ.
სწრაფი შედეგების პერიოდი უკვე დაწყებულია, ეს არის, რასაც ჩვენ ხედავთ, ეს არის კარვები, სადაც არის უზრუნველყოფილი გათბობა, კვება და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ესეთი ტიპის დასახლებებს თავისი წესები აქვთ და ამაზე პასუხისმგებელი გახდა ჯანდაცვის სამინისტრო. თუმცა აქამდე არსებული კანონით ეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ევალებოდათ. რაც შეეხება მისდომადობას, რამდენად მისდომადი იქნება ყოველთვის. არანაირი შეზღუდვა აქ არ არის. ნებისმიერს, ვისაც ჭერი არ გააჩნია თავზემოთ, შეუძლია მოვიდეს და დაუყოვნებლივ იმ მინიმალურ დახმარებას მიიღებს. რესურსი, რეზერვები ამ მხრივ გვაქვს საკმარისი და ამ მხრივ აი მინიმალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად არავის არ შეექნება შეზღუდვა. ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით დაზუსტებული რაოდენობა რამდენი არის ესეთი რუსალყარო, ვისაც არანაირი საცხოვრებელი არ გააჩნია. ნუ წინასწარი შეფასებით და ინდიკატორებით ვარაუდობთ, რომ თბილისის შემთხვევაში ეს იქნება 300-მდე ადამიანი. როგორ მოხდება აღრიცხვა? ჩვენ ამ თემაზე ამ ეთერშიც ვისაუბრეთ, მე სტუმრად ყავდნენ რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სწორედ მათგან მოვისმინე, რომ ეს აღრიცხვა და ევალება თვითმმართველობებს, თუმცა აი ამ შემთხვევაშიც ხომ არ მოხდა რაიმე ცვლილება და როგორ მოხდება ახლა თუ შეგიძლიათ რო გითხრათ, რომ სამომავლოდ უკვე იყოს ზუსტი რაოდენობა ასეთი ადამიანების ცნობილი და აღრიცხვაზე მოგახსენებთ, რაც შეეხება ევალება თუ არა თვითმმართველობას, თქვენ ნებართვით მე მოვერიდები ამ თემაზე დისკუსიას, იმიტომ რომ ეს მათი საქმე იყო და რო არ გააკეთეს ჩვენ და ამ შემდეგ მოდით ეს თემა გადავდოთ, როგორ მოხდება ეს ყველაფერი. მოხდება ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ამისათვის სპეციალურად მომზადებული თანამშრომლების მიერ. ამას აქვს სტანდარტული ანკეტა, რომლის ადაპტაციაც გავაკეთეთ და ამის მიხედვით მოხდება დაზუსტებული მონაცემების აკრეფა. ესეთი ტიპის მონაცემები რეგულირდება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კონვენციები თუ რა მონაცემები უნდა იცოდე ესეთი ადამიანების შესახებ. ამის პასუხისმგებლობაც ჩვენ ავიღეთ, ეს უკვე დაწყებულია, იქ სულ იმყოფებიან სოციალური მუშაკები, რომლებიც ახორციელებენ ამ აქტივობას. კიდევ ერთი პრეტენზია გამოითქვა აი ამ თემასთან დაკავშირებით, ეს იყო ხომ არ არის დაგვიანებული აი ეს ღონისძიებები, რომელიც დაიწყო და რომელიც გატარდება ამ ადამიანების დასახმარებლად, როგორ ფიქრობთ თქვენ დამოკიდებულება როგორია? თვლით რომ ცოტა დაგვიანებული იყო მართლაც. ისწრაფ რა თქმა უნდა ჯობია რომ ყველაფერი უფრო ადრე დაიწყოს, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი დრო. მე შეჩვეული ვარ ჯანდაცვაში დიდი ხნის მუშაობის გამო, რომ მოსახლეობის მოლოდინები ყოველთვის აღემატება რეალობას და მე ამას არ ვარქვე უმადურობას, მაგრამ ოპონენტებისგან ან კრიტიკოსებისგან ხანდახან რთული მოსასმენი არის ხოლმე, რომ ჩვენ ჩემი აზრით არ ვიცი, მთელი გული ჩავდეთ ამ პროექტის განხორციელებაში და მაინც ცდილობენ რომ რაღაც ნეგატიური კუთხე მოუძებნონ. რთულია ჩემთვის და ამიტომ მათ კრიტიკას არ დავიწყებ. ჯობდა რა თქმა უნდა ადრე მოხდარიყო. თქვენს განცხადებას თავშესაფრის თემაზე ცოტა ადრინდელ განცხადებას გულისხმობ, რომ ასეთ ადამიანებზე მიუსაფრებზე ზრუნვა არის სახელმწიფოს პრეროგატივა, ამასაც მოყვა გარკვეული კრიტიკა და უკმაყოფილება არასამთავრობოების მხრიდან. მე მაინტერესებს რატომ თვლით და მართლა ასე თვლით, რომ მარტო სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამ ადამიანებზე? თუ არ ვცდები, თუ შემიძლია ციტატა მოვიყვანო, აი შაბათს ერთ-ერთ გადაცემაში სწორედ ეს კითხვა დამისვეს და მე უბრალოდ ციტირებას გავაკეთებ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვთვლი, რომ ეს მხოლოდ სახელმწიფოს საქმე არის. პირიქით, საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის ჩართულობის გარეშე მხოლოდ სახელმწიფოს მართლაც გაუჭირდება ამ პროექტის განხორციელება. ანუ პირიქით, რასაც ასე ვთქვათ, ოპონენტები მეუბნებენ, ამის დიამეტრულად საწინააღმდეგო პოზიცია მაქვს, რომ რა თქმა უნდა, ჩართული უნდა იყოს ამაში ყველა მთელი ქვეყანა. გადავიდეთ ახლა სხვა თემებზეც. სამედიცინო პერსონალის გაფიცვა და საპროტესტო აქციები, რომელიც ბოლო დროს გახშირდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მართველი კომპანიები პრობლემა სადაზღვევო კომპანიებს უკავშირებენ. კომპანია ADIT თუ არ ვცდები, უკვე ჩამოართვით მართვის უფლება, რამდენად გლობალურად დღეს აი ინვესტორსა და კერძო კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის პრობლემა და რას აპირებთ ამ კუთხით სამომავლოდ, რომ ასეთი პრობლემა აღმოიფხვრას, ანუ ყველა პრობლემის შესწავლას და ყველა ამგვარი მაგალითის შესწავლას აპირებთ ბოლომდე?
ესეთი ტევადი საკითხი არის, ამიტომ თქვენ ნებართვით აი რამოდენიმე ეტაპს ვიტყვი. პირველი და ალბათ სტრატეგიული მომენტი არის, რომ მთავრობას არ აქვს აპრიორ მიმართულება, სტრატეგიული მიმართულება, რომ სამედიცინო დაწესებულება დაბრუნდეს ესა თუ ის სახელმწიფო მართვაში. ჩვენ ვაცხადებთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს კერძო თუ სახელმწიფო მართვაში, ამოცანა არის, რომ ამ დაწესებულებამ შეასრულოს თავისი ფუნქციები და ეს არის მოცემულობა. იყო ორი შემთხვევა აქამდე ერთი წლის განმავლობაში, ეს იყო ადითი და ონკოცენტრი, როდესაც ინვესტორს მიუხედავად მრავალგზის მიცემული შანსებისა, ასე ვთქვათ, ვერ შეძლეს განხორციელება. ამიტომ ჩვენ იძულებული გავხდით, რომ მართვაში აგვეღო ეს დაწესებულებები და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ფეხზე დავაყენოთ. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რომ ვაპირებთ თუ არა მთლიანად შევისწავლოთ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ და ეს პრაქტიკულად შესწავლილი გვაქვს მთელი სისტემა. არამც თუ ინვესტირების და მფლობელობის მხრივ, არამედ ის მონაცემები, რაც არ არსებობდა, თუნდაც ერთი წლის წინ, რომ საერთოდ რამდენი სამედიცინო დაწესებულება არის საქართველოში, რა აღჭურვილობა აქვს და რა ადამიანური რესურსები აქვს. რა თქმა უნდა, ესეც შევისწავლეთ და უფრო მეტი შევისწავლეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით თითოეული სასწრაფო მანქანის ტექნიკური მონაცემები და სად რა ჩარევა და გამოსწორება არის საჭირო. იმიტომ რომ განსხვავებით სხვა დარგებისაგან, როდესაც კერძო კომპანიის თანამშრომელს ხელფას დაუგვიანებენ, ან მიცემენ იმაზე ნაკლებს, ვისაც ელოდა, ეს ადამიანი არ მივა პროფილურ სამინისტროში, მაგალითად ენერგეტიკის ან ეკონომიკის სამინისტროში. ჩვენ შემთხვევაში ეს ასე ხდება და სავსებით სამართლიანთაც, იმიტომ რომ საქმე გვაქვს ადამიანების ჯანმრთელობასთან, ასე რომ დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს შესწავლილი გვაქვს და რა თქმა უნდა, ყველა ზომას მივიღებთ იმისთვის, რომ სისტემა ფეხზე დავაყენოთ. აი თქვენ საუბრობთ ახლა იმაზე, რომ ამ ორი შემთხვევა დაასახელეთ, როდესაც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება და მართვაში აიღო ესა თუ ის კლინიკა. ეს ხომ არ გამოიწვევს დამატებით პრობლემებს, ბატონ დავით? ანუ გამორიცხავთ, რომ შემდგომშიც მოხდეს მსგავსი ფაქტები, იმიტომ რომ პრობლემა იყო არა მარტო ამ ორ კლინიკასთან დაკავშირებით, ჩვენ გვახსოვს იგივე იაშვილის კლინიკის მართვასთან დაკავშირებით პრობლემაც, რომელიც საბოლოოდ როგორ დასრულდება, მე მგონი ჯერ არ არის ცნობილი. აი რა პრობლემები შეიძლება ამან გამოიწვიოს და მე მაინტერესებს, აქვს თუ არა სახელმწიფოს იმის რესურსი, რომ ასეთი დასასრულის შემთხვევაში გაუმკლავდეს და ეფექტურად მართოს ყველა ასეთი კლინიკა. სახელმწიფოს კერძოდ ჯანდაცვის სამინისტროს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ სამინისტროს მთავარი ფუნქცია არის ჯანდაცვის პოლიტიკის და სტრატეგიის შემუშავება და ამ პოლიტიკის განხორციელებაზე მონიტორინგი და რეგულირება. და კერძოდ იმის უზრუნველყოფა, რომ სამედიცინო სერვისების მიწოდება იყოს უწყვეტი. თუ ჩვენ წავაწყდით, ასე ვთქვათ, ესეთ შემთხვევას, რა თქმა უნდა, რეაგირებას გავაკეთებთ და დამეწუნეთ სახელმწიფოს საკმარისზე მეტი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ნებისმიერი სახის აი ესეთი, არ ვიცი, მერყეობა, მღელვარება, რომ უზრუნველყოს ამ საკითხის მოგვარება. არის თემები, რომელიც ძალიან მტკივნეულია, მაგალითად სოფლის ექიმის და სასწრაფოსი, რაიონული სასწრაფოების, რომელიც გვარდება და მე არ მინდა თარიღის ნაადრევი და დასახელება, მაგრამ ძალიან მალე ეს საკითხი საბოლოოდ მოგვარდება და ფაქტიურად რაიონებში არსებული სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც გადადის სახელმწიფო მართვაში, ეს თუ მოაგვარებს პრობლემას, აი ადგილზე რა შეიცვლება და გააუმჯობესებს თუ არა რა მოლოდინი გაქვთ მომსახურებას? მაშინ თქვათ, ეხლა რა სტატუსი გვაქვს რაიონებში სასწრაფო დახმარების მხრივ. არის რაიონები, სადაც დღე-ღამის განმავლობაში არც ერთი გამოძახება არ სრულდება, არამც თუ რაღაც ნაწილი, არამედ არც ერთი გამოძახება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ოპერატორულ კომპანიებს უხდის ამ თანხას სრულად, არა გამოძახებების რაოდენობის მიხედვით, არამედ უბრალოდ რაღაც გარკვეულ X რაოდენობის თანხას. ეს უმეტესად გამოწვეული არის ტექნიკური გაუმართლებით ავტოპარკის, თუმცა ეს ვალდებულება განახლება ავტოპარკის ოპერატორ კომპანიებს ჩადებული ჰქონდათ ვალდებულებებში. ჩვენ მრავალთვიანი მოლაპარაკებებით მივაღწიეთ იმას, რომ აბსოლუტურად ყველა თანახმა იმაზე, რომ ეს სისტემა რაიონული სასწრაფოები იყოს ერთიან მართვაში, რაშიც მე
აბსოლუტურად ვეთანხმები და ვიზიარებ ამ პოზიციას და მოლოდინები გვაქვს ის რომ სრულად მთელი საქართველოს მასშტაბით განვაახლებთ ალბათ ეს აპრილში მოხდება დასრულდება და ფიზიკურად ჩამოვა ეს მანქანები ადგილზე ამასობაში გადავამზადებთ სამედიცინო პერსონალს ვიზრუნებთ იმაზე რომ მათი სახელმწიფო ანაზღაურება თუნდაც ოდნავ მაინც მიუახლოვდეს ღირსეულს მე ძალიან დიდი გულისტკივილი და სოლიდარობა მაქვს ჩემი კოლეგებისადმი ამ მხრივ და ანუ ეს არის ჩვენი ხედვა და რაც თავარია ავამუშავებთ ხარისხის ინდიკატორებს ეს მეთოდოლოგია დიდი ხნის წინ დავასრულეთ ჩვენ უბრალოდ ფიზიკური აპლიკაცია ზედდება ვერ ხერხდება იმიტომ რომ ეს მანქანები დგანან გადაჭრილ კუნძებზე და არანაირი აზრი აქვს არავითარი მეთოდოლოგიის გამოყენებას აი თქვენ აღნიშნავთ რომ რაღაც ეს ნაწილობრივ მოხდება ანუ სახელმწიფოს მხრიდან ამ ყველაფრის მართვა ხო როგორც მე გავიგე იცით რა მაინტერესებს ნიშნავს თუ არა დაუშვათ თუნდაც ეს რაზეც თქვენ საუბრობთ რომ სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკა მთლიანად თუ არა რაღაც გარკვეულწილად მაინც იცვლება და რომ ტენდენცია არის ისეთი, რომ მაინც მოხდება კერძო კომპანიების ჩანაცვლება თუნდაც. არც ადრე და არც ეხლა არანაირი ნიშანწყალი სიმპტომი გნებავთ არ არის იმისი, რომ კერძო კომპანიების ჩანაცვლება მოხდეს. კერძო კომპანიები ფლობენ საავადმყოფოების მოდი მარტივად თქვათ 99%, ამას არავინ არ ეხება. ჩვენ ჩვეულებრივად თანამშრომლობთ მათთან, გაფორმებული გვაქვს კონტრაქტი, ისინი მონაწილეობენ როგორც კერძო დაზღვევებში, ასევე საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევებში. ანუ ამ მხრივ არანაირი აგრესია და შეტევა არ იგეგმება მათდამი. მხოლოდ იმ მიმართულებებში, სადაც ჩვენ ხედავთ, რომ ჩავარდნები არის და მე გითხარით, რომ აი არანორმალურია, როდესაც თუნდაც ერთი გამოძახება არ სრულდება და ჩვენ ხედავთ რაიონებს, სადაც არც ერთი გამოძახება არ არის შესრულებული. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ვალდებულება არის. და არა რაღაც სახელმწიფო სტრატეგიის ნაწილი, რომ ეგ ჩავაჩოჩოთ კერძო კომპანიები და შევიდეთ ჩვენ. ეს ჩვენი ფუნქცია არ არის, არანაირად არ არის. არამედ ჩვენი ფუნქცია არის, ესაც მოგახსენეთ. პოლიტიკის შემუშავება და მონიტორინგი უწყვეტობაზე. იძულებულები ხდებით, რომ რაღაც მიმართულებებში შევიდეთ, რომ ადამიანის სიცოცხლე ვიხსნათ პირდაპირ მნიშვნელობით. და კიდევ ერთი თემა ლანჩხუთში აქცია, სადაც ასევე ექიმები გაფიცულები იყვნენ თუ აქცია მოაწყეს სწორედ იმის გამო, რომ ისინი კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვდნენ და პრობლემა აქაც თქვენ კი ისაუბრებთ ამ თემაზე, მაგრამ მე მაინც კონკრეტულად მინდა რომ თუ გვისმენენ ეს ადამიანები, მათაც გაიგონ უფრო კარგად თქვენი მოსაზრება, აქაც პრობლემა იყო სახელმწიფოსა და სადაზღვევო კომპანიას შორის ეს დავა, აი როგორ აპირებთ მსგავსი პრობლემების მოგვარებას, ანუ აქ როგორ შემოიფარგლებით ამ შემთხვევაში, რა დახმარება შეგიძლიათ გაუწიოთ, მაშინ როდესაც ასეთ პრობლემა პრინციპში მარტო ლანჩხუთში თქვენც აღნიშნეთ ეს, რომ ეს მარტო ესე ლოკალურად არ დგას. ну გურის რეგიონს აქ შეიძლება მარტო ლანჩხუთიც არ იყოს, არამედ იყოს ჩოხატაურიც და ალბათ უფრო მეტწილად ჩოხატაურიც. აქვს კონკრეტული პრობლემა კონკრეტულ ოპერატორულ კომპანიასთან, რომელთანაც ჩვენ ავიცი 4 თვე დავხარჯეთ მოლაპარაკებებში, იქ იყო მათ მიერ არაღიარება, არასრული გადახდის უარყოფა, არამედ 25%. თუმცა ეს თანხაა ამ ადამიანებისთვის. შევიდა საჩივარი სასამართლოში და სასამართლომ გაამართლა ეს სასწრაფო დახმარების სადგურები, ანუ დაავალდებულა კომპანია, რომ გადაეხადა ეს 25%. გაიმარჯვეს მათ. თუმცა ამ კომპანიამ ეს გაასაჩივრა შემდგომ ინსტანციაში, მაგრამ ესეც არ არის ძალიან შორეული პროცესი და მე იმედი მაქვს, რომ სულ მოკლე ხანში აი ამ 25%-ის დავალიანების საკითხი თან უკან არიცხვით. მთელი ეს პერიოდი, როდესაც არ ხდება. საბოლოოდ მოგვარდება და უფრო მეტიც როგორც მოგახსენეთ, მთელი საქართველოს მასშტაბით რაიონული სასწრაფოები გადმოვა სახელმწიფო მართვაში. ანუ აქ მე კიდევ ერთხელ სოლიდარობას უცხადებ ამ ხალხს, მესმის რომ ერთი დღით თუნდაც 10 ლარის დაგვიანება მათთვის მნიშვნელოვანი რამ არის, მაგრამ სასწრაფო ესეთი თემა არის, რომ აქ არ შეიძლება ულტიმატუმი, ანუ ეს რომ გავიფიცებით, მაქსიმუმ 9 საათში უზრუნველყოფ ალტერნატიულ სასწრაფო დახმარებას ნებისმიერ რაიონში. და თემა ასევე კიდევ ერთი, ეს არის ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიების შემოსვლასთან დაკავშირებით თქვენი განცხადება, რომელმაც ასევე არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ადგილობრივი მწარმოებლების მხრიდან. აი რა შედეგებზეა ეს სიახლე გათვლილი და თუ შეგიძლიათ გითხრათ, რომელი კომპანიების შემოსვლა იგეგმება ქართულ ბაზარზე? ესეც მოცულობით თემა არის, ანუ ავიღოთ ადგილობრივი კომპანიები. მათ აქვთ
არც თუ ისე სახარბიელო, ასე ვთქვათ, ბიზნეს გარემო, იმიტომ რომ არ არსებობს ერთიანი ხარისხის კონტროლის სისტემა და სახელმწიფო, რომელიც არის ერთ-ერთი უმსხვილესი შემსყიდველი მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამებისათვის, როგორც არის დიაბეტი, იშვიათი დაავადებები და ასე შემდეგ, იძულებულია რომ გადაიზღვიოს თავი და ეს წამლები შეიძინოს მხოლოდ აღიარებითი სიის, ანუ ევროკავშირი, ისრაელი, იაპონია ასე შემდეგ მწარმოებლებისგან. მაშინ, როდესაც შეიძლება ადგილობრივ მწარმოებლებს კარგი ხარისხის და ბევრად იაფი იგივე პროდუქცია აქვთ. ანუ ეს ხარისხის კონტროლის სისტემის შემოღება მათთვის არის პირველ რიგში, ასე ვთქვათ, სახეირო და საშუალებას მიცემთ მათ, რომ ჩაერთონ სახელმწიფო შესყიდვებში, უდიდეს სექტორში. მე ვფიქრობ, რომ ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ხარისხი ამ მედიკამენტების გაუმჯობესდება. დიახ. ჩვენი უპირველესი სახელმწიფოს უპირველესი ამოცანა არის აი საწვავი რომ გადაკვეთ საქართველოს საზღვარს, იქ უკვე კონტროლდება ხარისხი, რაც არ შეიძლება ითქვას მედიკამენტებზე. და კონტროლდება მხოლოდ ერთ-ერთი მცირე მონაკვეთი. ესაც შეეხება ადგილობრივ მწარმოებლებს. რაც შეეხება ბაზრის გახსნას, შესაძლებელია რომ რეგისტრაციის წესები ბევრად უფრო გავამარტივოთ, რომ უფრო მეტი უცხოური კომპანიებისთვის გავხადოთ მიმზიდველი ქართული ბაზარი. მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ იქამდე, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ასე ვთქვათ, საზღვრებზე ხარისხი კონტროლდება. არა მარტო საზღვრებზე, ფიგურალურად ვიძახი. რაც შეეხება იმას, რომ რა ქვეყნების და რამდენ კომპანიას უნდა ეს არის უკვე რაღაც გარკვეული მოლაპარაკებები თუ შეგიძლიათ რომ გვითხრათ. მოლაპარაკებები მიდის რამოდენიმე მიმართულებით პარალელურად. თავიდან საწყის ეტაპზე ეს იყო ისრაელის კომპანიები, თავიდან ეს იყო ერთ-ერთი გერმანული კომპანია და ბოლო ხანებში ესეთი მოლაპარაკებები უკვე 10-საც და ეხლა გამიჭირდება ყველა რომ ჩამოთვალო კიდევაც ეს არის უკრაინული კომპანია, ეს არის ჩეხური კომპანია, უნგრული კომპანია, უამრავია ესეთი უკვე ხო გემოთ 10-ზე მეტზე მარტო მე მქონდა შეხვედრები. ეხლა მე ამ კომპანიების კონკრეტული დასახელებისგან მართლაც შევიკავებ თავს, იმიტომ რომ მოლაპარაკების პროცესია, მაგრამ დამერწმუნეთ რა ადრეც მე მგონი არ მომიტყუებია ესეთ თემებზე და არც სხვაზე და თავის დროზე გაცხადდება ეს ყველაფერი. ფასებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ლოგიკური კითხვა ჩნდება და მეც არ შემიძლია ეს კითხვა რომ არ დავსვა, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს აი ამ ფაქტორმა, რომ უცხოური კომპანიები შემოვიდნენ ბაზარზე. მოახდენს ეს გავლენას ფასებზე? ყველაზე მეტად ალბათ რაც აინტერესებს მოსახლეობას ამ შემთხვევაში. მოსახლეობის ინტერესი, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური არის. საყოველთაოდ ცნობილია, რომ კონკურენცია არის უმძლავრესი ინსტრუმენტი ფასების დასაწევად. როდესაც კონკურენტი გამოჩნდება, თავისთავად ცხადია, რომ ეს ბუფერი მოგების რაც აქვს, ეცდებიან რომ შეამცირონ. და ეს მოგების ბუფერი მარჟას ეძახიან ხანდახან. ხშირ შემთხვევაში არის რამოდენიმე ასეული პროცენტი. ჩვენს ფარმაკოლოგიურ ბაზარზე. აი საკმარისზე მეტი ბუფერი არის იმისთვის, რომ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ფასები ჩამოვიდეს. ამას მე მგონი ჭარბი ახსნაც იდეაში საზოგადოებისთვის არ უნდა ჭირდებოდეს, იმიტომ რომ კონკურენციის როგორც ფასების დამწევი ინსტრუმენტის მნიშვნელობა მე მგონი საყოველთაოდ ცნობილია. და კიდევ ერთი თემა, რომელიც ეხება ასევე ამ ფარმაცევტულ სექტორს, ეს არის მეორე ჯგუფის მედიკამენტების რეცეპტით გაცემა. რომელ მედიკამენტებს შეეხება კონკრეტულად ეს მეორე ჯგუფის მედიკამენტები? გასაგებია, რომ გესმით თქვენ, ესმით ადამიანებს, რომლებიც ამ სექტორში მუშაობენ, თუმცა მოსახლეობისთვის უფრო გასაგებად თუ შეგიძლიათ რომ თქვათ, ანუ რისი ყიდვა მოუწევთ მათ რეცეპტით, რა რისკებს შეიცავს ეს, ანუ ხომ არ შექმნის რაღაც დამატებით ბარიერებს მოსახლეობისთვის, გაართულებს რაღაც პროცესებს ეს მათთვის და რა შედეგზეა ესეც გათვლილი ბატონ დავით? ამ ასე ვთქვათ ცვლილებების მიზანი იყო და რჩება ორი ჯგუფის. ერთი არის ეგრეთ წოდებული სააფთიაქო ნარკომანიის ზიანების შემცირება და მეორე არის თვითმკურნალობის შედეგად მიღებული ზიანების შემცირება. ზოგადად ისიც კონკურენციის ანალოგი არ იყოს ის, რომ მედიკამენტს რეცეპტით ჭირდება, არა, ესეც თითქოს თავისთავად ცხადი რამ არის, მაგრამ ჩვენ მართლაც განსაკუთრებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. მარტივად რო თქვა, ევროკავშირის რეგულაციებით ნებისმიერი სამკურნალწამლო საშუალება წამალი, თქვათ ესე, იყოფა ორ ჯგუფად, რომელიც უნდა გაიცეს რეცეპტით და რომელიც არ უნდა გაიცეს რეცეპტით, ანუ იყოს თავისუფალ გაყიდვაში. ჩვენ შემთხვევაში ეს არის სამი კატეგორია. პირველი ეს არის ნარკოტიკები და ფსიქოტროპულები, მეორე არის ის, რაც უნდა გაიცეს რეცეპტით და მესამე არის თავისუფალი გაყიდვის. თუმცა ამ მეორეში ჩადებული იყო პარადოქსული განმარტება, რომ კი რეცეპტით უნდა გაიცეს, მაგრამ რეცეპტი თუ არ ექნა, მაინც უნდა მიცე.
ეხლა რა რისკები იყო მოსალოდნელი ამ მხრივ ამ რეცეპტებთან? მე რა თქმა უნდა ვადევნებდი თვალყურს ექსპერტების დისკუსიას ამაზე. ჩვენ იმედი გქონდა რომ წლის ბოლოსთვის თავისუფალი არჩევანი სამედიცინო დაწესებულების ექნებოდა საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს. მაგრამ ეს მოლაპარაკებები კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ალბათ თვეს ან ორ თვეს კიდევ საჭიროებს. რა კავშირში ეხლა ეს რეცეპტებთან? არსებული სტატუსით ბავშვები და პენსიონერები ვერ სარგებლობენ ჯერ კიდევ სამედიცინო დაწესებულების თავისუფალი არჩევნით. ისინი ვალდებულები არიან მივიდნენ ერთ კონკრეტულში. ამის გამო არის გაუთავებელი რიგები და უკმაყოფილება. რეცეპტის შემოღებით, თუნდაც ხანგრძლივი მოქმედებით, ჩვენ ამ რისკებს გავზრდით და პენსიონერები და ბავშვები აღმოჩნდებიან გაორმაგებულ რიგებში. სწორედ ამ რისკების გათვლით, სწორედ ამ მოლაპარაკების, ასე ვთქვათ, კონკრეტული დასრულების გათვლით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთიანი გადასვლა გადაიწევს 2014 წლის 1 სექტემბრამდე და იქამდე განხორციელდება ეტაპებად, ლოტებად, რომ ყველა რისკი იყოს მაქსიმალურად ნიველირებული, ასე ვთქვათ, მინიმუმამდე დაყვანილი და ეს მოხდეს ძალიან რბილად, ყველასთვის უმტკივნეულოდ. იმედია რომ ასეც მოხდება. და კიდევ ერთი თემა, რომელიც ასევე რაღაც საყოველთაო ინტერესს წარმოადგენს სამწუხაროდ, თუმცა ეს არის C-ჰეპატიტის თემა. ამასაც აუცილებლად მინდა რომ შევეხოთ. მედიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი არის აი ამ დაავადებით დაავადებული, თუ არ ვწდები 200 ადამიანს აწუხებს ეს C-ჰეპატიტი. მედიკამენტები ღირსძვირი და რომ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს გარკვეულწილად აი ამ მედიკამენტების გაიაფების პროცესში. ჩვენ სტუდიაში ამაზეც იყო ძალიან ფართო დისკუსია თავის დროზე. მე მინდა ეხლა თქვენგან გავიგო რა ეტაპზე არის აი ეს თემა, რამდენად დაიძრა და ეხლა რა შედეგებზე შეგიძლიათ საუბარი, ანუ როგორ ხედავთ საერთოდ სახელმწიფოს როლს აი ამ პროცესში? მე მოკლე გზავნილების სახით მოყვები, იმიტომ რომ ეს დიდი თემა არის, აი კონკრეტული თარიღების და ციფრების მითითებით. პირველი რაც იყო ციხეებში პატიმრებისთვის უფასო მკურნალობის პროექტმა ჩვენ მოგცა პოტენციურად შესაძლებლობა, რომ მედიკამენტი რახან უკვე სახელმწიფო შეისყიდით და დიდ რაოდენობას მნიშვნელოვნად გაგვეიაფებია და ჩვენ ჩავდეთ, ასე ვთქვათ, მოთხოვნა ამაში, რომ არა მარტო პატიმრებზე, არამედ 10,000 ადამიანზე არაპატიმრებზეც იგივე ფასი გავრცელებულიყო. პირველი ტენდერი, რომელიც ჩატარდა სექტემბერში, ტექნიკური ხარვეზების გამო ვერ დასრულდა. მეორე, მთავრობის მიერ მოცემული ნებართვით, გამარტივებული წესით შესყიდვა, ხვალ იხსნება მონაცემები. ანუ ეს, ასე ვთქვათ, რიცხვი, რა ფასად შეგვეძლება ამ მედიკამენტის ყიდვა, ცნობილი გახდება ხვალ. ჯერ მე თვითონაც არ ვიცი ეს, იმიტომ რომ დახურულია და ხვალ ოფიციალურად იხსნება. ყველას შეიძლება ამისი ნახვა. მე ვარაუდობ, რომ ეს იქნება მინიმუმ ორჯერ გაიაფება, შეიძლება ცოტათი უფრო მეტითაც არსებული მედიკამენტის. და ეს, როგორც გითხარით, გავრცელდება სამოქალაქო საზოგადოებაზეც. მაგრამ ამ მხოლოდ ამაზე არ ვჩერდებით. მომავალ წელს 2014 წელს იგეგმება, ასე ვთქვათ, მესამე გაფართოება. პირველი იყო შიდსთან ასოცირებული, მეორე არის პატიმრები და მომავალ წელს იქნება მესამე გაფართოება, როდესაც სახელმწიფო თანად დააფინანსებს, არა მარტო საშუალებას მიცემს, რომ იაფად იყიდოს, თანად დააფინანსებს კიდევ დიდ ნაწილს პაციენტებისას, რომელიც გამოიყოფა კლინიკური ჩართულობის კრიტერიუმის მიხედვით. სპეციალისტები ახლა მუშაობენ ამაზე. ანუ კიდე ერთი გაფართოება იქნება ამის შესახებ. და 2016 წლის დასაწყისიდან ჩვენ გვეგმავთ, რომ C-ჰეპატიტის მკურნალობა ისევე უფასო გახდეს საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, როგორც მაგალითად ტუბერკულოზის და შიდსის. ამაში ეხლა უნდა ვთქვა, რომ მარტო ჩვენ დამსახურებას ვერ მივაწერ ამას, იმიტომ რომ 2016 წელს ამ მედიკამენტს გაზდის პატენტის პირობა და თავისთავად მისი ფასი შემცირდება და აი იმ ფასს მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უკვე შეძლებს სახელმწიფო სრულად დაუფინანსოს. ანუ ტუბერკულოზის და შიდსის ანალოგითაც საქართველოს ყველა მოქალაქე იმკურნალებს უფასოდ 2016 წლიდან. C-ჰეპატიტზე. C-ჰეპატიტზე. და საყოველთაო დაზღვევა, რა თქმა უნდა, ამასაც ვერაულით ჩვენ გვერდს. რამდენად წარმატებულად თვლით თქვენ აი ამ პროექტს, ბატონ დავით? თქვენ ოპონენტებს მაინც აქვთ შენიშვნები ამასთან დაკავშირებით. ისინი ამბობენ, რომ არ არის გათვალისწინებული ყველაზე მოთხოვნადი საჭიროებები რაღაც მედიკამენტებზე და ასე შემდეგ. არის შენიშვნები. თქვენ რამდენად წარმატებულად თვლით, თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ რა ნაკლოვანებები დაინახეთ აი ამ ხნის განმავლობაში, რა უნდა შეიცვალოს, აპირებთ თუ არა გარკვეულწილად აი ამ პროგრამის შეცვლას?
შენიშვნები რო არის ეს ნორმალურია და გამოკვირდებოდა რომ არ ყოფილიყო შენიშვნები, ამას თავისი მიზეზები აქვს. უბრალოდ ზოგჯერ გულსატკენია, როდესაც ეს შენიშვნები სუბიექტური და ტენდენციური არის და როდესაც კი რაღაც ხარვეს დაინახავენ და უხარვეზოთ არაფერი არ არსებობს, რაღაც სიხარულის ყიჟინას დასცემენ, თითქოს ეს რაღაც მტრულ ქვეყანას ეხებოდეს. თვითონ პროექტი ჩემგან იმ პროექტის ქება, რომლის მონაწილეც მე ვიყავი, ალბათ უხერხული იქნება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული პროექტი ჯანდაცვაში და ამას მარტო მე არ ვფიქრობ. რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას, აი დაუშვათ შეგიძლიათ რაღაც კონკრეტული მონაცემები გითხრათ, რატომ ითვლება, რომ მაინც წარმატებულია ეს პროექტი. გეტყვით რამოდენიმე ინდიკატორს, რა იყო დაუშვათ საყოველთაო ჯანდაცვამდე. სახელმწიფო ეხმარებოდა მხოლოდ მისი მოსახლეობის 50%-ს. ეხლა ეხმარება 100%-ს. ანუ მარტივი არითმეტიკა უკვე თვალსაჩინო არის, რომ ზრუნავს უკლებლივ ყველა მოქალაქეზე. საყოველთაო ჯანდაცვის დაწყებამდე მთლიანი ჯანდაცვის გადასახადებიდან 70% მიეკუთვნებოდა ეგრეთ წოდებულ ჯიბიდან გადასახადებს, ანუ თავისი ჯიბიდან იხდიდნენ პაციენტები. ჩვენ ჯერ საბოლოო ციფრები არ გვაქვს, მსოფლიო ბანკთან ერთად მუშაობთ ამ გათვლებზე, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, აგვისტოს მონაცემები, როდესაც დათვლილი იქნა, რომ 25%-ით უკვე შემცირებული იყო აგვისტოსში ჯიბიდან გადასახადების რაოდენობა ჯანდაცვაში. ესეც უდაოდ დიდი პოზიტივია. საბოლოო ჯამში ნებისმიერი ქვეყნის ჯანდაცვა არის ზიანების შემცირება და არა აბსოლუტურად ჯანმრთელი და უკვდავი მოსახლეობის ყოლა. ეს ასე არის ზიანების შემცირება. ჩვენ შემთხვევაში ეს ზიანები იყო ორი ტიპის. პირველი ის, რომ ავად გახდომის შემთხვევაში ადამიანს არ დაეკარგა ჯანმრთელობა, ან არ მომკვდარიყო ფულის არქონის გამო. ეს უკვე მოგვარებული არის. მეორე მიზეზი და სულ ორი გქონდა შეგახსენებთ ესეთი მიზეზი იყო რომ თუ კი მაინც გადაიხდიდა თავისი მკურნალობის ღირებულებას ამას არ გამოეწვია მისი და მისი შემდგომი თაობების გაღატაკება და ეს მიზეზიც ეს ამოცანაც უკვე მიღწეულია ანუ აი ამ მოკლე ჩამონათვალით მე ვეცადე რომ მოკლედ დამესაბუთებია რატო ვთვლი ამას წარმატებულად რაც შეეხება ეს არის ჩემი აზრი და ჯანდაცვის სამინისტროს აზრი თუ დაინახეთ რაღაც გარკვეული ნაკლი ამ ყველაფერში მთელი ამ ხნის განმავლობაში რაც ხორციელდება უკვე ეს პროგრამა დიახ, რა თქმა უნდა, არც ერთი სისტემა არ არის სრულყოფილი მათ შორის, არც ჩვენი კონკრეტული საყოველთაო ჯანდაცვის. მე შემიძლია ჩამოთვალო ესე ლოტების მიხედვით ის რაც იყო ხარვეზები, ის რაც გამოსწორდა და რაც ჯერ გამოსასწორებელია. თავიდან იყო ძალიან დიდი ტექნიკური სირთულე საინფორმაციო ტექნოლოგიებში. იმიტომ რომ ეს იყო დიდი მოცულობის ერთბაშად ეს გავრცელდა 2.5 მილიონ ადამიანზე და ამ მონაცემების გადამუშავებას და ეს არ იყო მარტო სახელი და გვარი. იყო ჩაშლილი ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაცია რა მედიკამენტი დაიხარჯა რა დიაგნოზი ასე შემდეგ. აი ამ სისტემის სწრაფ გამართვას დაჭირდა დრო და თავიდან ეს მიმდინარეობდა ხარვეზებით. ანუ ინფორმაცია რომ აეტვირთა საავადმყოფოს სისტემა ეკიდებოდა ხოლმე. ეს გამოსწორებულია და საბოლოოდ გამოსწორდება მე ვფიქრობ წლის ბოლოს უკვე საბოლოოდ ეს თემა დაიხურება. მეორე ეს იყო განფასების თემა. საქართველოში განსხვავებით განვითარებული ქვეყნებისგან არ არსებობს განფასების სამინისტრო სერვისების განფასების ერთიანი სისტემა, როგორც აქვს ამერიკაში, დასავლეთ ევროპაში და სკანდინავიაში. ამიტომ ჩვენ მოგვიწია შექმნა სისტემის, რომელიც თავიდან რთული აღსაქმელი იყო მოსახლეობისთვის. მაგალითად, ერთი და იგივე სერვისი სხვადასხვა საავადმყოფოს შეიძლება მაგალითად, არ ვიცი, აფერდებს სხვადასხვა ფასი. განსხვავებული. ის რომ ჩვენ 70%-ს ვიხდით, ეს არ ნიშნავს რომ ნებისმიერი ფასის 70%-ს ვიხდით, არამედ ვიხდით გასაშუალებებსაც. ხარისხი ცალკე თავსატეხია და ხარისხის კონტროლი ცალკე სისტემა. ეს დამოკიდებულია, ეს არის კერძო კლინიკა, რამდენი აქვს კრედიტი აღებული, რამდენი აქვს ხელფასი პერსონალს. ანუ როგორ აფასებს, უბრალოდ აფასებს, იღებს პასტას და წერს რიცხვს. რთული იყო თავიდან აღსაქმელად პაციენტებისთვის დაუშვათ თუ 1000 ლარათაც შეეძლო ერთ საავადმყოფოში ამ სერვისის მიღება და 5000 ლარი ზუსტად იგივე სერვისი ღირდა სხვა მოიტანდა 5000 ლარისას და გვეუბნებოდა რომ რატო არ მიხდით 5000 ლარის 70%-ს მოგვარებადია ეს პრობლემა ბატონ დავით მუშაობთ ამ თემაზე რა თქმა უნდა მოგვარებადი არის უბრალოდ ამასაც მცირე დრო ჭირდება ეს
მე ვფიქრობ, რომ უახლოეს 1 წლის განმავლობაში ეს თემა საერთოდ დაიხურება, როცა გადავალთ განფასების ერთიან ინტეგრირებულ სისტემაზე, DRG-ზე. და კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ასევე უზრუნველყოფს ხარისხიან ჯანდაცვას, ეს არის მედპერსონალის კვალიფიკაცია, კვალიფიციური მედპერსონალი, რამდენად დგას ეს პრობლემა თქვენი აზრით და რას აკეთებს თქვენი უწყება იმისთვის, რომ მოხდეს კვალიფიციური მედპერსონალის მომზადება, ან მათი გადამზადება, რას აკეთებთ ამისთვის? ეს ალბათ თავისი მნიშვნელობით ყველაზე უფრო პრიორიტეტული საკითხია, იმიტომ რომ იქ აპარატურა და შენობა თავისთავად არაფერს არ წყვეტს, არამედ პერსონალის კვალიფიკაციაზე და ორგანიზაციაზეა ყველაფერი დამოკიდებული. ჯანდაცვა მედიცინა ესეთი რამე არის, რასაც მუდმივი განახლება და განუწყვეტელი სწავლა ჭირდება, რადგან 5 წლის წინანდელი ტექნოლოგია უკვე მოძველებული არის. იმისთვის, რომ ჩვენ ექიმს, ჩემ კოლეგას ვუთხრათ, რომ აი შენ უნდა გადაემზადო აი ამ მიმართულებაში. თუ ჩვენ არ აგვაქვს ამისი დასაბუთება, ანუ არ შევაფასეთ, არ ჩავატარეთ ტესტირება, არ შევამოწმეთ მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი. ეს ყოველთვის, არა მარტო საქართველოში, ყოველთვის და ყველგან აღიქმება ინტერესთა კონფლიქტად. ამიტომ ამას აქვს ძალიან ესეთი სტრატეგიული მიდგომა. პირველი, უნდა აღვადგინოთ რელიცენზირება, ანუ ერთხელ აღებული ლიცენზია არ უნდა იყოს მთელი ცხოვრების განმავლობაში ვალიდური. მეორე, პოსტდიპლომური სწავლების კურიკულუმის შემადგენლობა, რასაც სწავლიან დიპლომის შემდგომ ეტაპზე. მთლიანად ვაახლებთ ამას, საერთოდ სხვა რელსებზე გადაგვყავს. ისევ აღვადგენთ უწყვეტ სამედიცინო განათლებას და ვიწყებთ დანერგვას, ესეც ძალიან რთული პროცესია, ხარისხის გაზომვადი ელემენტების. ეს უკიდურესად სპეციფიური თემა არის. თითოეული ადამიანი არის უნიკალური, თითოეული დაავადება არის უნიკალური. როგორ უნდა გავზომოთ, ახლა კარგად უნგრუნვალთ თუ ცუდად. ბევრი იფიქრეს ჩემო კოლეგებმა აწლეულების მანძილზე და მოიფიქრეს ესეთი ლოგიკური მეთოდი, რომელიც დანერგვასაც ჩვენც ვაპირებთ. ეს არის ხარისხის კონტროლი სამედიცინო სერვისების. აი ამ ფრონტის ამუშავება მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვან შედეგებს როდისთვის? მე შემიძლია დაახლოებით გაგიწეროთ ეს გეგმა, რომ პოსტდიპლომური სწავლების კურიკულუმები შეიცვლება ალბათ მომავალი წლის განმავლობაში და 2014 წლის ბოლოს გვექნება განახლებული. ხარისხის კონტროლი ალბათ სრული სიმძლავრით ამუშავდება 2015-ის შუაში, თუმცა პირველი ინდიკატორები უკვე დანერგილი გვაქვს სასწრაფოზე. რელიცენზირება ალბათ მომავალი წლიდან უკვე აღდგება, ანუ პერიოდულად რომ უნდა დაამტკიცოს თავისი ცოდნა და ეს არის აი დაახლოებით აი ეს დროის ეს მონაკვეთი რაც დასასრულისკენ უნდა წავიდეთ უკვე, იმიტომ რომ დრო არ გვაქვს რაღაც განუსაზღვრელი, ბატონ დავით. პენსიების თემასაც არ შემიძლია, რა თქმა უნდა, რომ არ შევეხოთ. აქ ამ კუთხით რა სიახლეებს გეგმავთ, რა ეტაპზეა თუნდაც დაგროვებითი პენსიის პროექტი, რა ვადაში განხორციელდება და როგორ შეიძლება რომ ეს პროექტი ამოქმედდეს? დაგროვებით პენსიაზე ეხლა კონკრეტული საუბარი ძალიან ნაადრევია, იმიტომ რომ ეს არის კომპლექსური საკითხი, ამაზე მუშაობა დაწყებული აქვს ფინანსური და ეკონომიკური ბლოკის გუნდს მსოფლიო ბანკთან და ეს არის ვერსიების და რისკების გაზომვა და მოდელირება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მომავალი წლიდან გადავართ დაგროვებით პენსიაზე. ეს არ არის მხოლოდ სურვილზე დამოკიდებული, აქ უნდა გაიზომოს უამრავი ფაქტორი და უნდა მოდელირდეს უამრავი რისკი. ასე რომ ეს არის ხანგრძლივი პროექტი. მომავალი წლის განმავლობაში ჩვენ მინიმუმ მომავალი წლის განმავლობაში იგივე სისტემაზე დავრჩებით საპენსიო ანაზღაურების. ეს არის შორეული პერსპექტივის ხედვა, შორეული გულისხმობა 2 წლის, 3 წლის, 5 წლის, რომ საბოლოოდ საერთოდ უნდა წავიდეს ქვეყნის საპენსიო უზრუნველყოფა. და რა თქმა უნდა, ჩვენი საუბრის ბოლოს მე არ შემიძლია არ ვისარგებლო შემთხვევით, იმ შემთხვევით, რომ აქ ხართ ეხლა ჩემ სტუდიაში იმყოფებით და უნდა გაგახსენოთ თქვენი ერთი დაპირება, რომელიც კონკრეტულად ჩვენ ჟურნალისტებს და დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის ჟურნალისტებს მოგვეცით. ეს არის ბავშვთა ონკოჰემატოლოგიის სახელმწიფო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით და აუცილებლად მინდა რომ ამ თემაზეც გითხრათ რა ეტაპზეა აი ეს პროექტი, რა გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში და რა კეთდება, რა გეგმა გაქვთ ამომავლად. ამ მიმართულებით ჩვენ გქონდა და გვაქვს კიდევაც შემდეგი სახის გეგმა, რომ უნდა გაკეთდეს კერძო სახელმწიფო პარტნიორობის მოდელი, როდესაც სახელმწიფო გააკეთებს ინვესტიციას აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შეძენაზე, ჩვენ ვლაპარაკობთ
დაახლოებით 15 მილიონის კალიბრის ბიუჯეტზე, ასე ვთქვათ, რომელსაც სახელმწიფო გადაიხდის. ასევე კერძო კლინიკა, რომელიც გაიმარჯვებს იმ პირობებში, რომელსაც ჩვენ წავაყენებთ, იქნება გამომყენებელი, მომხმარებელი ამ სამედიცინო აპარატურის და მათთან ერთად ინფრასტრუქტურული მხარე იქნება მოწესრიგება მათი მოვალეობა და ასევე ჩვენს მიერ მოძებნილი პარტნიორები, რომლებიც ახლა ჩამოსულები იყვნენ და სულ ალბათ 1 კვირის ან 10 დღის წინ იყო ეს შეხვედრები ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ბავშვთა საავადმყოფოსი და დანა ფარბერის კიბოს ინსტიტუტის, რომელთან ერთად უკვე დავიწყეთ პროექტის განხორციელება, რაც გამოიხატება რაში. პირველი, მათ უკვე მომაწოდეს იმ აღჭურვილობის სია და სპეციფიკაციები, რომლის შეძენაზე ჩვენ დავიწყებთ ზრუნვას, ისინი უკვე გაწერენ სპეციალისტების მომზადების გრაფიკს და ბოსტონში გაივლიან ჩვენი ექიმები და ექთნები გადამზადებას და ამ სპეციალურ მომზადებას. პირველ ეტაპზე სანამ მთლიანად ინფრასტრუქტურა აეწყობა და მე ვარაუდობ, რომ ეს იქნება 2014 წლის ბოლო ან 2015 წლის დასაწყისი, იქამდე როგორც ეხლა არის ბავშვებს განსაკუთრებულ საჭიროებებს უფინანსებთ საზღვარგარეთ და ექიმების მომზადებას მოგეხსენებათ ყველაზე დიდი დრო ჭირდება და მთელ ამ 1 წლიან პერიოდს მოვახმართ ამას. ანუ რო შევაჯამო, ჩამოყალიბდება როგორც ეს გაცხადებული ქონდა ახალი დაწესებულება, ეს შეიძლება იყოს ძველი არსებული განყოფილების ბაზაზე, მაგრამ სრულიად განსხვავებული ინფრასტრუქტურით, სრულიად განსხვავებული აღჭურვილობით და იგივე ადამიანებით დიდი ალბათობით, ვინც ახლა მუშაობს იქ, მაგრამ ახალი ცოდნით და ახალი მიდგომებით იქნებიან ისინი აღჭურვილები. და პირველი წლები მინიმუმ 3 წელიწადი ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ექიმების გუნდი განახორციელებს სუპერვიზიას, ზედამხედველობას ისეთ პერიოდულად ჩამოვლენ აქ და იქნება აი მათი კონტროლის და მეთვალყურეობის ქვეშ იქნება ეს პროექტი, სანამ უკვე მყარად დავდგებით ფეხზე. ამის გამოცდილება გვაქვს, მე პირადად მონაწილეობდი ესეთ პროექტში, ბავშვთა კარდიოქირურგია სწორედ ასე დაიბადა საქართველოში, ასე რომ ეს გამოცდილება გვაქვს და იგივეს გავაკეთებთ აქაც. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით. დიდი მადლობა იმისთვის, რომ გაეცით ჩემ შეკითხვებს პასუხი და მადლობა იმისთვის, რომ მობრძანდით და ჩვენთან ერთად შეაჯამეთ განვლილი წელი. მე გემშვიდობები, წარმატებას გისურვებთ, რა თქმა უნდა. გადაცემაში კი რეკლამის დროა, რომლის შემდეგაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დისკუსია თემაზე სამართლიანობის აღდგენის ტემპები საქართველოში დაგველოდეთ რამდენიმე წამში, წუთში უпростоრედ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვბრუნდებით. აქციების სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით უფლებადამცველთა ნაწილი ქართულ ოცნებას დანაპირების შესრულებას თხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს. ყავს თუ არა მომხრეები ამ იდეას და უნდა გაუქმდეს თუ არა 223 მუხლი. აზრთა სხვადასხვაობა და დისკუსია პირველ სტუდიაში. ნანა კაკაბაძე, კახა კოჟორიძე და ირაკლი ღლონტი, რას ითხოვენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ჩვენი მოთხოვნაა ამ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა. თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება ძალიან მოკლევადაში, ჩვენ მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ქვეყანაში ყოველთვის უნდა იყოს სამართლიანობა, მართლმსაჯულების კომისიასაც დადებითად დაფასება რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, რა თქმა უნდა, ჯერ ვერ დაუჭერთ ამ მოთხოვნას ხარს. პირველი სტუდია პირდაპირ ეთერში რეკლამის შემდეგ დაბრუნდა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა და კანონიერების აღდგენა ქვეყანაში. არასამთავრობოების მოთხოვნა და პროტესტი დღეს ამ თემაზე ჩვენი სტუმრები ისაუბრებენ. ჩვენი სტუმრები კი არიან ნანა კაკაბაძე, ორგანიზაცია ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის, ასევე ირაკლი ღლონტი, საზოგადოებრივი ინიციატივების გაერთიანების ცენტრის ხელმძღვანელი და კახა კოჟორიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. დიდი მადლობა, მოგესალმებით ყველას. მადლობა, რომ მობრძანდით ჩვენთან სტუდიაში. მე პირველ რიგში მინდა ქალბატონ ნანას ვკითხო, იმიტომ რომ რაღაც ბოლო დღეებში განსაკუთრებით თქვენი აქტივობა ამ კუთხით შეინიშნება, გულისხმობ იმ აქციასაც, რომელიც მოეწყო ასევე. ქალბატონ ნანა, რატომ არის არადამაჯერებელი თქვენთვის ხელისუფლების არგუმენტები, რითაც აიხსნა, რომ აი ამ ეტაპზე მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა ვერ ხერხდება და რომ მისი გადავადება მოხდა? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს. უპირველეს ყოვლისა, ეს ჯერთი არადამაჯერებელიც არის, მაგრამ უფრო მეტად ეს არის არასამართლიანი. როდესაც ხელისუფლება დღეს აცხადებს, წელიწადი და 2 თვის მერე აცხადებს, რომ თურმე ის დაპირებული სამართლიანობის აღდგენა და ამ უკანონო საქმეების გადახედვა
ყოფილა დამოკიდებული ბიუჯეტზე, რომელსაც საკმარისი თანხა არ აქვს, თუმცა არავინ იცის, რამდენი უნდა იყოს ბიუჯეტში თანხა იმისათვის, რომ შემდგომ ეს სამართლიანობა აღდგეს. და ეუნებიან იმ ადამიანებს, ვისაც ნაციონალურმა მოძრაობამ 9 წლის განმავლობაში წაართვა ქონება, წაართვა ბიზნესი, წაართვა უკანონოდ თავისუფლება და დაუხოცა ოჯახის წევრები ქუჩაში ყველანაირი სასამართლო გადაწყვეტილებების გარეშე. ამ ადამიანებს ეუბნებიან, რომ იცით რა, ჩვენ მართალია წინასაარჩევნოდ გპირდებოდით, რომ სამართლიანობას აღვადგენდით, მოვედით ხელისუფლებაში და ასევე სამართლიანობის აღდგენის მექანიზმად შემოგთავაზეთ ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა, მაგრამ ეხლა ჩვენ მივხვდით, რომ ბიუჯეტში არ აქვს საკმარისი თანხა, ამიტომ ჩვენ სამართლიანობას ეხლა ვერ აღვადგენთ და უნდა გადავდოთ. თუმცა არც აქ ყოფილა კონკრეტიკა, როდისთვის გადაიდო ეს ხარვეზების დამდგენი კომისიისა თუ აი ამ საქმეების გადახედვა. თუმცა ატყდა მithქმა-მოთქმა იმასთან დაკავშირებით, რამდენად არის უფლებამოსილი კომისია გადახედოს უკვე ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს და ასე შემდეგ და თითქოს და იურიდიული პრობლემა დადგა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ხარვეზების დამდგენი კომისია, როგორც ფორმა სამართლიანობის აღდგენისა, შემოგთავაზა თითოეულ ხელისუფლებამ და ეს არ იყო საზოგადოების მოთხოვნა, რომ მაინდა-მაინც ამ გზით მომხდარიყო სამართლიანობის აღდგენა, ანუ ამ უკანონო განაჩენების გადახედვა. და დღეს, როდესაც გვეუბნებიან, რომ ის მექანიზმი, რომელიც ჩვენ შემოგთავაზეთ თქვენ და არა თქვენი ულტიმატუმი იყო ჩვენდამი, ეს კომისია ვერ შეიქმნება, არა იმიტომ, რომ ეს ვერ გადახედავს ამ საქმეებს და ჩვენ სხვა მექანიზმის გთავაზობთ, რომელთაც უფრო უპრიანი იქნება ამ ყველაფრის გაკეთება, არამედ იმიტომ, რომ ბიუჯეტში არ არის საკმარისი თანხა. თუმცა აი თქვენ ახსენეთ, რომ ამ გზით მოთხოვნა სულაც არ იყო საზოგადოების, ანუ სამართლიანობის აღდგენა, აი ამ გზით არ იყო საზოგადოების დაკვეთაო და საზოგადოების მოთხოვნაო, რა გზით გაქვთ თქვენ რამე ალტერნატიული შეთავაზება ხელისუფლებისათვის იმისათვის, რომ უფრო დაჩქარდეს და უფრო ეფექტური გახდეს სწორედ აი ამ მოთხოვნის განხორციელება და მთავარი დაპირების შესრულება, როგორც თქვენ აღნიშნავთ. დიახ, ჩვენ გქონდა ჩვენი შემოთავაზება, ამის შესახებ ჩვენ ვაცნობეთ პარლამენტს 21 მაისს, როდესაც ჩვენ გავუგზავნეთ რეზოლუცია 11018 ხელმოწერით და იქვე გქონდა ის მექანიზმები, თუ როგორ უნდა მომხდარიყო სამართლიანობის აღდგენა და ჩვენ გქონდა რამოდენიმე ქვეყნის პრეცედენტი გაგზავნილი და ნიმუშები, როგორ მოხდა სხვა ქვეყნებში მსგავსი პროცესების განხორციელება და როგორ მოხდა რეჟიმების გასამართლება. ჩვენ გქონდა ასევე მაგალითები იმისა, რომ სწორედ ამ პროცესის მერე როგორ მოხდა ამ ქვეყნების განვითარება და იქ სადაც არ მოხდა რეჟიმების გასამართლება და შეფასება, როგორ დარჩნენ ისინი გაყინული იმ ადგილზე და მათი განვითარება არ იყო. როგორი ინფორმაცია გაქვთ ქალბატონო ნანა, მოხდა აი ამ თქვენი შეთავაზებების განხილვა? იცით რა მოხდა, დიახ, მოხდა საკომიტეტო დონეზე და როგორც ახლა ჩემთვის გახდა ცნობილი, სულ ცოტა ხნის წინ, რამოდენიმე დღის წინ, ბიუროსაც უმსჯელია ამის შესახებ, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ მისულა პარლამენტამდე და მას არ უნახია ის დღის სინათლე, რომ ამან საბოლოოდ მე ვიცი, რომ ქალბატონმა ეკაბესელიამ რაღაც დადგენილება შეთავაზა პარლამენტს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ დადგენილებაში ჯერ ერთი რო არაფერი არ არის კონკრეტიკა რა ხდება. გასაგებია, თქვენი თხოვთ მე კონკრეტიკას და ითხოვთ ამ პროცესის უფრო დაჩქარებას. მოდით ჩვენ სხვა სტუმრებსაც ვკითხავ ამ თემასთან დაკავშირებით, შემდეგ აუცილებლად დაუბრუნდები მე ქალბატონ ნანას. კახას აზრი მაინტერესებს, მინდა მოვისმინო, მისთვის რამდენად დამაჯერებელი თუ არა დამაჯერებელი იყო ეს არგუმენტები, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ამ კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გაჟღერდა და თქვენ როგორ უყურებთ ამ პრობლემას, ანუ მისი მოგვარების რა გზებს თავაზობთ თქვენ? ბატონო, დამაჯერებელი ნამდვილად არ იყო, პირდაპირ ვიტყვი ამას, ჩვენ გავაკეთეთ ამის შესახებ სპეციალური განცხადება და იმის შემდეგ როცა კი მიწევს მე ამ თემაზე, ან რაღაც მიახლოებულ თემაზე საუბარი, ყოველთვის ვაფიქსირებ ჩვენს პოზიციას და პირობას ვდებ, რომ აუცილებლად სანამ ეს საკითხი არ გადაწყდება, ჩვენ ყოველთვის იქნება პრიორიტეტული ჩვენთვის ეს საკითხი, იმიტომ რომ აქ მე ვფიქრობ ძალიან მარტივია არგუმენტაციის ჩამოყალიბება თუ რატომ უნდა შეიქმნას აღნიშნული მექანიზმი. კიდევ ვიტყვი იმას, რომ როგორც ქალბატონმა ანანამ აღნიშნა, მეც იგივეს ვიტყვი ამ შემთხვევაში, რომ ჩვენთვისაც არ არის პანაცია მაინდა-მაინც
კომისიის შექმნა, შეიძლება სხვა მექანიზმებზე ფიქრიც, მეც მაქვს და ჩვენც გვაქვს რაღაც კონკრეტული მექანიზმი, რაც შეიძლება სხვა მექანიზმი იყოს ამ პრობლემის მოგვარების, მაგრამ ეს რომ უნდა შეიქმნას, ეს არ არის მარტო რიგითი მოქალაქეების და უფლებადამცველების პოზიცია, ეს არის თავად ხელისუფლების პოზიციაც იყო, ხო? ხელისუფლებაში მოსვლამდეც წინა საარჩევნო პროგრამაში პირდაპირ ეწერა, რომ რამოდენიმე ათასმა ადამიანმა ვერ ისარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი და ასე შემდეგ. როცა ხელისუფლებაში იქნენ არჩეულნი, მერე შემუშავებული იქნა კონკრეტული კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროს მიერ და მე აქვე ვიტყვი იმას, რომ არ მგონია, რომ იუსტიციის სამინისტროს არ სურდეს ამ კანონპროექტის კანონად ქცევა. იუსტიციის სამინისტროს რომ ეს პოზიცია ჰქონდეს, ის არც შეიმუშაობდა ამ კანონპროექტს, მაგრამ მინისტრმა გაახმოვანა ის პოზიცია, რაც მთავრობამ მიიყვანა. ეს იყო მთავრობის ერთიანი გადაწყვეტილება. თუ თქვენ ასე ფიქრობთ, რომ რაღაც პრობლემა არ უნდა იყოს, აი ამ კომისიის შექმნა რაღაც გარკვეული სახით, მაშინ რა შეგვიძლია? არავინ არ ამბობს, არავინ იგივე რატომ ჩათვალეთ ეს არგუმენტები მაშინ არა დამაჯერებლად, ანუ რა სითხოთ უკვე ახლა ამ ეტაპზე და კი, გეტყვით. ანუ არავინ არ ამბობს ხელისუფლებაში იმას, რომ ეს პრობლემა არ არის, ან ეს პრობლემა არ უნდა მოგვარდეს. ყველა თანხმდებით იმაზე, რომ ეს პრობლემა არის და ეს პრობლემა ითხოვს გადაწყვეტას. უბრალოდ საუბარი იმაზე, რომ ამ ეტაპზე ეს კომისია ვერ შეიქმნება, ეს მექანიზმი ვერ ამუშავდება, მაგრამ რომელ ეტაპზე ამუშავდება, ეს უკვე არავის მიერ არ ითქვა კონკრეტულად. რომელ ეტაპზე და რა მექანიზმი ამუშავდება, სწორედ მაგაშია საქმე, მე ამაზე აუცილებლად მოვისმენ თქვენ მოსაზრებებს. თუ დაასრულეთ ირაკლის აზრს მოვისმენ. თუ შეიძლება ერთ წინადებას დავამატებ. მე მინდა იმ რადგან პირველი კითხვა თქვენი იყო არგუმენტის თქმა, რამდენად დამაჯერებელი იყო ხელისუფლების არგუმენტი, ფინანსური არგუმენტები იქნა დასახელებული. ჩვენ ყოველთვის ხაზს უსვამთ იმ საკითხს და ეხლაც მინდა გამოვყო, რომ აქ ფინანსური პრობლემა არ არის მთავარი. ფინანსური თან დასახელდა ფინანსური პრობლემა, რომ კომპენსაციების გადახდა იქნება პრობლემა და არა დავუშვათ ამ კომისიის ბიუჯეტი არის პრობლემა. ამ კომპენსაციის გადახდა დღეს სახელმწიფოს დღის წესრიგში მაინც არ დაუდგებოდა, თუ ეს კომისია შეიქმნება, ამუშავდება, მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი, სანამ საქმე მივა კომპენსაციის გადახდამდე. დაახლოებით 2 წლიანი პროცედურები შეიძლება დაჭირდეს კონკრეტულ ადამიანს და ამ 2 წლის მერე როცა დადგება უკვე კომპენსაციის გადახდის საკითხი, მერე კიდე შეიძლება რაღაც დროში გაწელილი და განვრცობილი გეგმა შემოგთავაზოს ხელისუფლებამ და თქვას, რომ რადგან მე მაქვს ფინანსური პრობლემა, ამიტომ ამას მოგვარებ ეტაპობრივად რომ დავუშვათ შექმნილიყო ბოდიშს მოგიხდით. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ეხლა მთავარია გაირკვეს სიმართლე, ანუ კონკრეტული პირი, პატიმარი, თუნდაც დღესა პატიმარი, არის თუ არა უდანაშაულო. და არა მხოლოდ დღევანდელ პატიმრებზეა საუბარი, ძალიან ბევრ სხვა ადამიანზეა საუბარი. ჩვენ ხედავთ და ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა რაღაც იმ კუთხით, რომ მაგალითად ამნისტიის შესახებ კანონი იქნა მიღებული და ყველა პატიმარს 1/4 უადოების გარდა შეუმცირდათ სასჯელის სახით, მაგრამ წარმოიდგინეთ იმ პატიმრის მდგომარეობა, ვისაც შეეფარდა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხო? როგორც ხდებოდა რიგ შემთხვევაში აღიარებითი ჩვენების მიღება, ესეც ამის კადრებით ჩვენ ვნახეთ. ეხლა 20 წელი რომ შეეფარდა კონკრეტულ პატიმარს თავისუფლების აღკვეთის სახით, იმას რომ 1/4 ანუ 5 წელი მოეხსნა, 15 წლით უდანაშაულო ადამიანი ციხეში რომ მზის, ეს 5 წლიანი პატიმრობის მოხსნა ვერანაირი შეღავათი ვერ იქნება. ამიტომ ამ პრობლემას სჭირდება მოგვარება, მით უმეტეს რომ სახელმწიფო აღიარებს იმას, რომ ეს პრობლემა არსებობს და ათასობით ადამიანი შეიძლება იყოს უკანონო პატიმარი. კარგით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, ჩვენ ამაზე კიდევ ვისაუბრებთ, მანამდე მოდით მოვისმინოთ ირაკლი ღლონტის მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით. თქვენ ირაკლი აცხადებთ, რომ სამართლიანობის აღდგენა პრიორიტეტულია, თუმცა როგორ უნდა მოხდეს ეს ისე, აი ეს მაინტერესებს მე თქვენგან რომ მოვისმინო, რომ არ გახდეს ეს მოწვევისათვის, ასე მეცალობ ტელემაყურებელს, ამ შემთხვევაში მე მინდა სპეკულაციების საგანი რომ არ გახდეს, ეს როგორ უნდა მოგვარდეს ისე. მე მინდა პირველ რიგში გამოვიხმარო ქალბატონ ნანას და ბატონი კახას პოზიციებს და აბსოლუტურად ხარდაჭერა გამოუცხადო მათ მოსაზრებებს. მართალია ეს ადამიანები.
როდესაც ხელისუფლების წინასარჩუნო დაპირებები იყო სამართლიანობის აღდგენამდე საზოგადოებას კარგად გვახსოვს, ერთ-ერთი განიხილებოდა სწორედ ამ მიმართულებით. უკანონო პატიმრების რეაბილიტაცია და სასჯელის გათავისუფლება, ვინც იყო უკანონო პატიმარი, საკუთრება შელახული მოქალაქეების საკუთრების უფლების აღდგენა და ასე შემდეგ. აბსოლუტურად ლეგიტიმურია ადამიანების დამოკიდებულება და თქვათ, თუნდაც კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლების სისტემების მიმართ. მე მინდა თქვა, იქიდან გამომდინარე, რომ მე თავადაც მინდა რომ სამართლიან ქვეყანაში ვიცხოვრო, მე მინდა რომ ჩემი შვილები გავზარდო თქვა სამართლიან ქვეყანაში და მეც ვიცხოვრო, არა მარტო ჩემი მომავალ და შვილები, მეც ვიცხოვრო სამართლიან ქვეყანაში, ვთვლი რომ სამართლიანობა უნდა შენარჩუნებული და აღდგენილი უნდა იქნეს იმ ნაწილში, სადაც ის არის დარღვეული. და ასე მე მინდა დავუხმო, ოპოზიციის ეს განცხადებები, რომელიც ისმის ხშირად აი ამ თემასთან დაკავშირებით, რომ ეს არ უნდა გახდეს პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღი. არც ერთი სიახლე, არც ერთი თქვა რეფორმა არ უნდა იყოს პოლიტიკური თქვა გამოყენების საფუძველს არ უნდა ეძლეოდეს და მე მინდა როგორც ჩემი კოლეგები ბრძანებენ გამოვიხმაურო იგივე მთავრობის წარმომადგენლის მოსაზრებას რომ ფინანსური კუთხით არგუმენტი იმისა რომ ეს არ არის თქვა მიზანშეწონილი დღევანდელი ქვეყნის ეკონომიკური ფონიდან გამომდინარე ეს თავად არის უკვე უსამართლობა ამ ნაწილში ის აღიარებს მთავრობა აღიარებს რომ ჩვენ ყავს უკანონო პატიმრები ჩვენ გვაქვს სამუშაო ჩვენ გვაქვს პრობლემები ჩვენ გვაქვს საკუთრებულ უფლებას შელახული მოქალაქეები მაგრამ პრიორიტეტი არ არის ეს აბსოლუტურად ეს არის უკვე უსამართლობა უკვე სახეზე დადგა მე მგონი დამეთანხმებით აბსოლუტურად ამის წინააღმდეგ არა თუ უსამართლობა არამედ სახელმწიფოს არსებობის იდეის საწინააღმდეგო მესიჯები ან სახელმწიფო არის შექმნილი იმისთვის რომ მსგავსი პრობლემები მოგვარდეს ბოდიში რომ თუ შეიძლება დავასრულებ და რატო გარდა იმისა რომ ეს უსამართლობა და მიზანშეუწონად მიმაჩნია თქო თავრობის პოზიცია თან ქალბატონმა ახსენა ეს არ იყო ჩვენი თქო ულტიმატუმი თავად მათ მიერ შემოთავაზებული პოზიცია იყო მოდელი როგორ უნდა უხდარიყო სამართლიანობის აღდგენის მე მინდა უთხრა მათ როცა უკანონო პატიმრობას მოიხდის ეს ადამიანი ღვთისყალობით თქო ვინც ყავს უკანონო პატიმარი ხო გამო მას შეუძლია თუ ქვეყანაში ვერ მიაღწია თავის სიმართლის აღდგენას და აღიარებას წავა და მიმართავს საერთაშორისო სასამართლოს და იქ დააყენებს საკითხს უკვე საქართველოს წინააღმდეგ ან ეს ხდება მოგეხსენება თქვენ დამიჯერეთ და მე მინდა ხელისუფლებას მიმართო დამერწმუნეთ რომ უფრო მეტი და 5 მაგი და 10 მაგათ მეტი კომპენსაციის გაცემა მოუწევს ხელისუფლებას ჩვენი ჯიბებიდან ვიდრე შეიძლება სხვა ფორმით ეხა გადაუხადოთ ამ ადამიანებს რას ნიშნავს ეს ფინანსურად არ შეგვიძლია ჩვენ მათი იქნებ ვკითხოთ საერთოდ არ აქვს ფინანსური მოთხოვნები თუმცა უნდა გქონდეთ და ექნებათ კიდეც ეს სამართლებრივია და ლოგიკურიც მაგრამ მათთვის თავარია რომ იმ ფრაგმენტურიდან გამოვიდნენ თუ ვინმე ადამიანი თუ ვინმე ყავს უკან პატიმარი და დარწმუნებული არ იქნებიან ხო რატომ ამბობთ ესე დარწმუნებით რომ მათთვის თავარი სწორედ ამის აღიარება და არა ეს ფინანსური კომპენსაცია რომელიც შესაძლოა რომ იყოს მოთხოვნადი აი ამ შემთხვევაში არა მე რო ვიყო პატიმარი და კი მაინტერესებს ყველას აზრი რა თქმა უნდა ჩვენ ახლა დავიწყეთ იმ ადამიანების სიების შეგროვება რომელმა ადამიანებმაც უარი განაცხადეს ნასამართლობის მოხსნაზეც კი და თქვენს რომ ჩვენ სააკაშვილის მხრიდან ნასამართლობის მოხსნაც არ გვინდა ჩვენ გვინდა ის რომ ვიპოვოთ ამ ქვეყანაში სიმართლე და ესეთი ადამიანები არის ძალიან ბევრი უფრო მეტიც სულ ცოტა ხნის წინ თქვენ იცით რომ ციხეებში მიმდინარეობდა შიმშილობა და მე აქედანაც მინდა უთხოვო დღეს პატიმრებს მე ვიცი რომ ადმინისტრაციაც აწარმოებს მოლაპარაკებებს და ვინაიდან ჩვენ აი ეს აქცია რომელიც თქვენ თქვით შედგა და ჩვენ დავიწყეთ რაღაცნაირად ხელისუფლებასთან ამ საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაცია მიმართვა გაუგზავნეთ ხელმოწერებით და ასე შემდეგ და ხელახლა შევახსენეთ თავისი ვალდებულებები მივცეთ რაღაცა გარკვეული დრო რომ ამ ხელისუფლებამ მართლაც მოიფიქროს და გადადგას ნაბიჯები თუ არა და მე მინდა უთხრა ყველა იმ ადამიანს ვინც ელის ამ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას თუ ეს ხელისუფლება ამას ვერ გააკეთებს ამას გააკეთებს ახალი პარლამენტი და ჩვენ მოვითხოვთ ადამიანთა საპარლამენტო არჩევნებს ეხლა რაც შეეხება მოშიმშილეების მდგომარეობას მე მინდა გითხრათ რომ მოშიმშილე ლევან ქანთარიამ თავი მიიჭედა გააკეთა ჯვარი და თავი მიიჭედა იმის გულისთვის რომ მას უთხრეს ხელი მოაწერე შეწყალებაზე და შეწყალებული იქნებოდა და მან თქვა რომ არანაირი შეწყალება მე არ მინდა და არც ციხიდან არსად არ გავალ არც ამინისტიით და არაფრით სანამ არ გაირკვევა მართლაც და ჩავიდინე თუ არა ის დანაშაული რაზედაც მე აქვს ზივარო და არაერთმა ადამიანმა თქვენ იცით რომ გუშინ მგონი თუ არ მეშლება ერთ-ერთმა პატიმარმა სუიციდის მცდელობა ჰქონდა ჩამოხსნეს თანამშრომლებმა და კამერის საკრის პატიმრებმა როდესაც დაინახეს რომ ეს ადამიანი თავს იხჩობდა ადამიანები ეს მეთოდი რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ მიზანს მიაღწევს როგორც ვფიქრობთ ანუ მიზნისთვის არ ხდება ეს არის სასოწარკვეთილების გამოყენება თემამდე რა მექანიზმები შეიძლება იყოს უფრო ეფექტური თუნდაც იმისთვის რომ
რაღაც გარკვეულწილად მოხდეს გამიჯვნა, ვის აქვს მართლაც სამართლიანად ამის მოთხოვნის უფლება, რომ რამდენად უკანონოდ არის ის პატიმარი, ან არ არის უკანონო პატიმარი და საბოლოოდ შედეგი იყოს უფრო ეფექტური. ანუ გასაგებია ეს პროტესტის ასეთი ფორმები, თუმცა რა შედეგზეა მაინც ეს ორიენტირებული, მაშინ როდესაც სახელმწიფო აცხადებს, რომ კომისიის შექმნა უბრალოდ გადავადებულია. იცით რა არის, თავარი ის არის, რომ ამ ადამიანებს აქვთ უსამართლობის განცდა და ეს უსამართლობის განცდა აქვთ, იმიტომ რომ ყველა მიცის დღეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობდა სამართლიანი თუმცა დამეთანხმებით, რომ მე მგონი ყველა პატიმარს აქვს მაინც უსამართლობის. ყველა პატიმარს აქვს, ბუნებრივია, იმიტომ რომ როდესაც სასამართლო არ არის სამართლიანი ადამიანი, მას არა, სხვა რამის თქმა მინდა. ყველას არ აქვს. სხვა რამის თქმა მინდა, როდესაც სასამართლო არ არის სამართლიანი, ყველა გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ხო? იმ ადამიანებსაც კი, ვისაც ჩადენილი ქონდა დანაშაული. და თვითონაც აღიარებენ, რომ ჩავიდინეთ დანაშაული. ამბობენ, რომ ჩვენს მიმართ სასამართლო არ იყო ადეკვატური. ანუ ჩვენის დანაშაულის ადეკვატური სასჯელი ჩვენ არ განგვესაზღვრა იმ მარტივი მოწოდებების გამო, რომელიც ქვეყანაში კეთდებოდა ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეში, არავითარი პირობითები და ყველა უმაღლესი სასჯელი უმცირეს დანაშაულზე. ეს იყო პოლიტიკური გარემო და თქვენ იცით, რომ ყველაფერი იმართებოდა სწორედ აი ამ პოლიტიკიდან გამომდინარე, ბუნებრივია ყველა ადამიანს, მათ შორის იმ ადამიანებსაც, ვინც აღიარებს, რომ ჩადენილი აქვს დანაშაული, ამბობენ, რომ ჩვენს მიმართ სასამართლო არ იყო ადეკვატური, არ იყო სამართლიანი, იმიტომ რომ ჩვენი დანაშაულის ადეკვატური სასჯელები არ ქონია და ამიტომ ითხოვენ საქმის გადახედვას და არა იმიტომ, რომ მათთვის გაიხსნას ციხის კარებები და ყველანი იქნას გამოშვებული გარეთ. ეს ერთი ფაქტორია, რაც ციხეში და თქვენ თქვით, რომ ეს ნორმალური ფორმაო, როცა ამ ფორმას მიმართავს ადამიანი. რა თქმა უნდა, არანორმალური ფორმაა და ეს იმ ადამიანებმაც იციან, მაგრამ სხვა არის ასეთ განათებულ და შესანიშნავ დარბაზებში ამაზე საუბარი, ან პარლამენტის კეთილმოწყობილ კაბინეტებში ამაზე საუბარი, მაგრამ სხვა არის გამოკეტილ სივრცეში, როდესაც ადამიანი სასოწარკვეთილი ხარ, არანაირი პერსპექტივა არ აქვს და ხედავ, რომ შენ სიმართლეს ვერავის ვერ აწვდენ. ვერავის იმ ხელისუფლებას, რომელიც ციხის კადრები და ციხეებით მოვიდა ხელისუფლებაში. იმასაც ვერ აგებინებ რა გინდა. სწორი იქნება ჩემგან ამ კითხვის ეს არის უკიდურესი ფორმა. სპეკულაციების თემა რამდენად გამორიცხულია პატიმრების მხრიდან აი ესეთ შემთხვევაში. გამორიცხული არაფერი არ არის. გამორიცხვა არაფრის არ შეიძლება, მაგრამ მასშტაბურად ეს პრობლემა, რომ პრობლემაა ეს ხო სახეზია. ამას ხომ მხოლოდ პატიმრები არ ელოდებიან დღეს ამ საქმეების გადახედვას, აქ კახამ თქვა მე მგონი და მეც გავიმეორებ, ამას ელოდებიან ადამიანები, რომლებიც ციხეებიდან გათავისუფლებულები არიან. ეს არის ქონება წართმეული ადამიანები, ბიზნეს წართმეული ადამიანები, საკუთრება წართმეული ადამიანები და საერთოდ ქუჩაში დარჩენილები. ჩვენ ყავს ადამიანები გაწევრიანებული, რომლებიც იყვნენ ძალიან სერიოზული ბიზნესმენები, გადამზიდავები და ასე შემდეგ და დღეს უსახკაროდ არიან. ქირის ფულს ვერ იხდიან ეს ადამიანები და ესენი თქვენ გონიათ იმაზე ნაკლებად ელიან დღეს საქმეების გადახედვას ვიდრე პატიმრები? დიახ, ირაკლი, გისმენთ. აი სწორედ აქედან ქალტონ არასდროს საუბრობს, ხო, ჩემი ყურადღება მიიყრო მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის საქმე, როცა წამოიწია თემა. არა მარტო სამართლო დევნის კუთხით ვინც იყო წასული, ან უკანონო პატიმრობაში ყოფოდა, ან ზოგადად პოლიტპატიმარი იყო, არა. ზუსტად აი საკუთრების უფლების ხელყოფასთან დაკავშირებით წართმეული ბიზნესების თემა. ეს არის საზოგადოებაში სწორად უძანებს ქალტონი არა. საზოგადოებაში ბადაღებული კითხვები საზოგადოების მიმართ, არსებობს ფაქტები ამისა, არსებობს ადამიანები, რომლებიც ახიან, მე მქონდა ბიზნესი, აი ჩემს არასამთავრობო ორგანიზაციაში, ჩემი ერთ-ერთი მოადგილე, აღმასრულებელი დირექტორი არის ბატონი, რომელსაც ძალიან დიდი პრობლემები შეექმნა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესთან მიმართებით. ის თამამად შემიძლია მოვიყვანოთ თქვენთან ერთად დაჟინეს და ისაუბრებს თავის ბიზნესის ხელყოფაზე. აი კომისიის გარდა მე ეს მაინტერესებს ბატონო, თუ შეიძლება, თუ ხელისუფლება ნამდვილად არ იზრუნებს, მე რატო არ შევერთი ქალბატონი ნანა კაკაბაძის აქციას, სადაც მე ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ადამდელი საპარლამენტო არჩევნები. იქედან გამომდინარე, რომ თვლიდი და თვლი ჯერ კიდევ იმედით ვარ. შეიძლება მე ვარ ეს დარჩენილი და ყველაზე ბოლოა, ვინც იმედით დარჩა. თვლი რომ ჯერ ადრეა საპარლამენტო არჩევნების ბედი გადავწყვიტოთ და ამ პარლამენტარებს ვინც არიან მოუწევს თუ არა ისინი. ჩვენ მიმართოთ მათ საკანონმდებლო ინიციატივები, ჩვენ მიმართოთ მათ თუმცა თქვენ გააქვთ იმდენი ძალა და გექნებათ მხარდამჭერად, თუნდაც შეუერთდეთ ქალბატონ ნანას და აი ამ მოთხოვნას, რომ ადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს იმ შემთხვევაში, თუ არ მოგვარდება აი ეს კონკრეტული მოთხოვნა. თუ საზოგადოების გამოძახილი და ინტერესები არ დაკმაყოფილდება, მე შევერთები ქალბატონ ნანას, რომელიც გუშინ არ შევერთდა. ახალ შევერთება ალბათ და სხვა ჩვენი კოლეგები, სხვა მეგობრები და შედეგი დადგება სახეზე, იმიტომ რომ ჩვენ ვიზრუნებთ უკვე ერთიანობაში ერთად დაღებული სამოქალაქო სექტორი.
როცა ხანდახან კრიტიკულად ერთმანეთს კახასთან მინდა გადავიდე კითხვით, აი კომისიის ფორმირების გარდა, აი ამ კომისიის გარდა სხვა მექანიზმი რა შეიძლება იყოს, რომ კონკრეტული პატიმრების საქმეების გადახედვა მოხდეს. გაქვთ თუ არა თქვენ მექანიზმებზე წეგად საუბრობდით და სწორედ მინდოდა რომ დაგვეკონკრეტებინა ეს თემა? მექანიზმები კანონმდებლობით ბევრი მექანიზმი გაწერილია. მაგალითად, როცა გამომტყუნებელი განაჩენს საფუძვლად უდევს ყალბი დასკვნა ან მოწმის სრულ ჩვენება. ამ შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს ძიება, თუ გამოძიება დაადგენს, რომ კი X მოწმემ მართლაც ტყუილი თქვა და ამ ტყუილის საფუძველზე კონკრეტული პირი მიეცა პასუხისგებაში, შეიძლება ის X მოწმე სისხლის სამართლებრივი კუთხით საქმე აღიძრას, გამოძიება დაიწყოს მის მიმართ, თუ ის გამტყუნება თუ დადგინდება, რომ მან ტყუილი ჩვენება მიცა იმისთვის, რომ ვინმე ჩამოჯდარიყო ციხეში, მაშინ ეს განაჩენი უკვე იქნება ახლად აღმოჩენილი გარემოება იმ კონკრეტული პატიმრისთვის, რომელსაც ექნება უკვე მექანიზმი სამართლებრივი დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით. აი არანაირი ცვლილება რო არ ჭირდება იმ კანონმდებლობით, რომ მიმართოს ახლიდან სასამართლოს და იდაოს ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ასე 1000 ამ პრობლემის დიდწილად მოგვარება შეუძლია არსებულ მექანიზმებს. ანუ აქ არის რა პრობლემაა მაშინ და დავამთავროთ ამ თემაზე თუ პროკურატურა დაიწყებს, თუ პროკურატურა დაიწყებს ძიებას, საუბარი ბატონო. პროკურატურაში არსებობს ასეულობით საჩივარი თუ ათასეულობით შეტანილი საჩივარი და ამ საჩივრებზე სათანადო გამოძიების წარმართვა აი ამ პრობლემას დიდწილად მოხსნის, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ პროკურატურიდან და იუსტიციის სამინისტროდან ამ ადამიანებს მიდიოდა წერილობითი პასუხები, რომ აი ამასე ვერ მოვაგვარებთ ამ პრობლემას და შევქმნით ხარვეზების კომისიას და არც იმ კუთხით ხდება წინსვლა, საჩივრების ძიება არ ხდება, არც კომისია არ იქმნება, ანუ ადამიანებს არ რჩებათ მექანიზმი და მხოლოდ ჩვენ კი ბოდიში ერთ წინადადებას ვიტყვი, მხოლოდ ჩვენ კი არ ვამბობთ ამას, რომ ეს შესაქმნელი პარლამენტის მიერ არჩეული იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 4 წევრმა გავრცელა ძალიან საინტერესო და კარგი განცხადება და მე მინდა მათ ამისთვის მადლობა უთხრა. ეს ადამიანებმა, რომლებმაც დაინახეს და შეისწია არამოსამართლე წევრმა, რომლებმაც დაინახეს და შეისწავლეს მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემები. შენიშვნები იყო ასევე დასავლელი პარტნიორების ძალიან ბევრ კანონპროექტზე შეიძლება არსებობდეს, მაგრამ შენიშვნების გამო მთლიანად ეს იდეა არ უნდა ჩავარდეს. ვენეციის კომისიას არ უთქვამს, რომ ეს არ უნდა გააკეთოთ, გამორიცხულია რომ ეს გააკეთოთ და რაღაც კონსტიტუციონალიზმის რაღაც სამართლიანობის იდეას ეწინააღმდეგებოდა რაღაც მსგავსი კრიტიკული. შესაძლოა სასამართლოს დამოუკიდებლობა კი, მაგრამ შეიძლება აი ერთ მექანიზმს ვიტყვი თუ შეიძლება აი კომისიის გარდა რა შეიძლება კი ბატონო აი კომისიის გარდა რა შეიძლება გაკეთდეს ხო კომისიის გარდა დავუშვათ არ შევქმნით კომისია რა შეიძლება გაკეთდეს უზენაეს სასამართლოში დღეს მოქმედი არის 12 თუ 13 მოსამართლე შეიძლება ჩვენ გავზარდოთ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა და კომისიამ კი არ განიხილოს პირდაპირ უზენაესმა სასამართლომ პარლამენტი ნიშნავს ახალ მოსამართლეებს და აირჩიოს პარლამენტმა ახალი მოსამართლეები და მათ მიეცეთ ამ საკითხის განხილვის პატიმრისთვის მნიშვნელობა არ აქვს კომისია განიხილავს თუ უზენაეს სასამართლო განიხილავს პირდაპირ მთავარია იყოს მექანიზმი რომელიც რეალურად იმუშავებს და ასეთი მექანიზმის მოხდება შეიძლება ერთი წინადადების დამატება და ირაკლის მოდელის მოვისმინეთ ხშირად ვაპელირებთ ხოლმე რომ აი დასავლეთის ზეწოლა და აი ამიტომ ვერ კეთდება და დასავლეთის შეიძლება აქ უფრო სხვა მიზეზებია ვიდრე დასავლეთი იმიტომ რომ იგივე დასავლეთისთვის რომ სწორი მექანიზმი, სწორი ახსნა რომ მიეტანათ, ჩვენ რატო ვითხოვდით რეჟიმის გასამართლებას, ანუ შეფასებას, რომ შეფასებულიყო ის, რომ სისტემური ხასიათი ქონდა უკანონო განაჩენების არსებობას, რაც კოტე კუბლაშვილმა სხვათა შორის თავის გამოსვლაში დაადასტურა და თქვა, რომ ჩვენი განაჩენები იყო დაუსაბუთებელიო. და ესე იგი თუ განაჩენი დაუსაბუთებელია, ესე იგი, ანუ თვითონ ველაპარაკობენ იმაზე, რომ ეს იყო ანუ უნდა შეფასებულიყო, იყო თუ არა ეს სისტემური დანაშაული და როდესაც შენ უცხოელს ეუბნები, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული. ქვეყანაში ვერავინ ვერ გეტყვის, რომ უბრალოდ მაღალი ღირებულება არის, რომ არ გადაიხედოს ძალაში შესული განაჩენი, თუ ის რომ ეს ადამიანი ჯერ ერთი ძალაში შესული განაჩენი თქვენ ალბათ გახსოვთ, სწორედ პირველივე ინსტანციის განაჩენი იყო სააკაშვილის რეჟიმის დროსვე დარქმეული პირველივე ინსტანციაში პირველი განაჩენი იყო ძალაში შესული. მაშინ როგორ ხდებოდა მისი შემდგომი გადახედვები, არა? თავისთავად აბსურდის თეატრია. აქ არ არსებობს პოლიტიკური ნება, არაფერ შუაში არ არის აქ. ვენეციის კომისიაც ვენეციის კომისიის დასკვნის მერე ერთ ფრაზას ვენეციის კომისიის დასკვნის მერე საუბრეთ და დაგვეჩაგრა სტომარი, ამიტომ მოდელი შემოთავაზებას სურდა არც მოქალაქე არ მემეტება თქვათ პატივკანონო პატიმრობისაც
თუმცა არც ერთი ბიზნესი არ მემეტება, რომელიც რენტაბელური იყო და პროდუქცია საქართველოში დასაკარგად და ხელსაყოფად არც ერთი საკუთრება. თვლი რომ შეიძლება მართალია რაღაც თქვა ვენეციის კონვენციაც რო გავითვალისწინოთ და ესეთი ფორმით რაღაც ერთეული შეიქმნას, არ დაერქვას მას სასამართლოს ანალოგი თქვა და მის ფუნქციების გამტარებელი ეს მართლა უხერხული იქნება და თქვა ევროპული პარაფირებაზე როცა ვსაუბრობ და ვოცნებობ ამ თემაზე რომ ევროპულ ცხოვრებას უნდა მივეჩვიოთ და წავიდეთ ამ გზაზე. ეს შეიძლება მართლა კითხვები გააჩინოს ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან და საერთაშორისო იმიჯი შეილახოს, რადგან სასამართლოს იმ ქვეყანასაც სასამართლო არსებობს, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ პრობლემები სასამართლოში და ამას შიდა სამზარეულოში მოდი საქართველოში ვაღიაროთ, ვერ აუხსნით ევროპელებს და ჩვენ მეგობრებს. ამიტომ შეიძლება პროკურატურა, რომელიც საქართველოს სახელით გამოდის ურთიერთობებში, სამართალწარმოებაში, მოდი გახდეს საქართველოს პარლამენტის დაქვემდებარებაში და არ იყოს იუსტიციის მინისტრის და სამინისტროს პოლიტიკური თანამდებობის პირების ქვემოთ და საქართველოს პარლამენტმა დაიქვემდებაროს ეს ორგანო და შეიქმნას პროკურატურაში პროფესიონალების მიერ რაღაც კომისია საბჭო, რომელიც იმუშავებს. ეს რაღაც ახალი იქნება. შეიძლება უბრალოდ თქვი რომ ვენეციის კონვენციის დარღვევაც არ მინდა ქალბატონო, მინდა რომ მაქსიმალურად მოვარგოთ. ეს არის საჭირო. დავასრულებინებ კახას. ბატონო, ანუ ვენეციის კომისიის დასკვნა ამ შემთხვევაში არ იქნება არგუმენტი, იმიტომ რომ როცა ვენეციის კომისიის დასკვნა მოვიდა, ამის შემდეგ იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ მათი შენიშვნები სრულად იქნა გაზიარებული, მეტწილად იქნა გაზიარებული და ამის მერე იუსტიციის სამინისტრომ შემოგთავაზა კანონპროექტის ახალი ვარიანტი, რომელიც უკვე უნდა ამოქმედებულიყო და ბოლოს ითქვა ის უარი, რომელიც ყველა მოვიცით. ამიტომ ეს არგუმენტი არ იქნება სწორი არგუმენტი. კარგით, ბატონებო და ძალიან მოკლედ. მე მაინც მეგონა რომ უფრო მოვასწრებდით ამ თემაზე ვრცლად საუბარს, მაგრამ როგორც მეუბნებიან პროდიუსერები ვეღარ მოვასწრებ, ამიტომ ძალიან მოკლედ მინდა თქვენი არგუმენტების მოსმენა კიდევ ერთ თემაზე, რომელიც პარტნიორების მხრიდან ასევე პროტესტის მიზეზი არის. ეს არის 223 პრიმა მუხლის გაუქმება და პირველ რიგში ირაკლისგან მინდა მოვისმინო, რატომ არის საშიში აი ამ მუხლის გაუქმების მოთხოვნა, რატომ ფიქრობთ თქვენაზე, არგუმენტები მინდა, რა თქმა უნდა, მოკლედ ოღონდ შეძლებს დაგვარებით. დიახ, რა თქმა უნდა, სიამოვნებით გამომიორებ, თუმცა აღარ მინდა საერთოდ ამ მუხლთან დაკავშირებით და ამ მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებზე ვისაუბრო. მე მჯერა რომ საზოგადოებამ მიეჩვია სწრაფვას ევროპული ცხოვრებისთვის, სწრაფვას ქართული სახელმწიფო მშენებლობისთვის, სწრაფვას ინტელექტის განვითარებისთვის, სწრაფვას განვითარებისთვის და აღარ მინდა დაუბრუნდე ქურდული სამყაროს გახივას საჯაროდ და ესე შეურაცხყოფა მივაყენო საზოგადოებას. ძალიან ნათელია. ეს არის ჩემი მოკლე და ერთ-ერთი მიზეზი ქალბატონ ანასთან დაპირისპირებ თუ შეიძლება დაპირისპირება უწოდო, ეს იყო კითხვები, რომელიც საზოგადოებაში მუსირებდა, მე ჩემ თავს მივეცი უფლებას როგორც საზოგადოებრივი ინიციატივების გაერთიანების ცენტრის ხელმძღვანელს, რომ გამოსულიყავი და საჯაროდ კითხვა დამისვა. ვისი შეკვეთა ან რა ხდება, რატო გვინდა, რატო საუბრობთ საერთოდ სასამართლოს კოდექსის ამასთან დაკავშირებით. მოდით, მე მოვისმენ ქალბატონ ნანას პოზიციას ამასთან დაკავშირებით. რატომ ფიქრობთ ქალბატონო ნანა, რომ ან ხომ არ ხედავთ იმ საშიშროებას, რომ დაუშვათ აი ამ მუხლის გაუქმებამ შესაძლოა საქართველოში კანონიერი ქურდების ინსტიტუტის გავლენა კიდევ ერთხელ დააყენოს პრობლემად. ჯერ მინდა ვთქვა ის, რომ ის ადამიანები საზოგადოებას ვერ დავარქმევ, ნამდვილად, იმიტომ რომ საზოგადოებაში ეს აზრი ნამდვილად არ მუსირებს, ეს აზრი მუსირებს იმ რევანშისტებში, რომლებსაც კიდევ აქვს რაღაც ილუზია, რომ აი ხელისუფლებაში შეიძლება დაბრუნდნენ ვიღაცების შავი პიარებით, რაღაც მაქინაციებით, ეს დრო დამთავრდა. ეხლა რაც შეეხება ამ 223 პრიმი მუხლის გაუქმებას. ვერც ერთი ეს რევანშისტი, რომელიც ამ კითხვებს სვავს, ვერ მოიყვანს ვერც ერთ ჩემ გამონათქვამს. სადაც მე ვამბობ, რომ 223 პრიმა უნდა გაუქმდეს. არსადეს არ მithქვია და ამის თქმას ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არ ვაპირებ. იმას, რასაც მე ვაპირებ, ეს არის ის, რომ მე გამოვეხმაურე ბატონი ოთარ გამყრელიძის დასკვნას, რომელიც მან დადო 223 პრიმთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა აქ წარმოდგენილი იურისტების, ოთარ გამყრელიძე არის ის იურისტი, იმ კვალიფიკაციის მქონე ადამიანი და იმ ავტორიტეტის მქონე ადამიანი, რომელიც ამ მუხლის ხარვეზებს და ამ მუხლის პრობლემას შეიძლება ისაყენებდა ამის გაუქმებას. თulit რომ ხარვეზებია ამ მუხლში არის ძალიან სერიოზული ხარვეზები, იქიდან გამომდინარეც, რომ დღეს ამ მუხლით ციხეებში სასჯელს იხდიან ქალბატონები, პროკურორი, გამომძიებელი, ანუ ეს მუხლი არის. კახას მოსაზრებაც უნდა მოვისმინო და უკვე ვასრულებთ სამწუხაროდ დრო აღარ ყოლებს. ეს რევანშისტული გამონათქვამით შეიძლება დავასრულებ და მე დავუდგე. ასეთი მოთხოვნით ჩვენც მოგმართავენ პატიმრები და გთხოვენ რომ ადვოკატირება გაუწიოთ იმ კამპანიას რომ გაუქმდეს 223 პრიმა მუხლი, თუმცა ჩვენ არ ვიზიარებთ ამ მოთხოვნას, ჩვენ ვფიქრობთ რომ
არსებობდა სახელმწიფოში იმის აუცილებლობა, რომ მსგავსი მუხლი სახელმწიფოს შემოეღო. არსებობს თუ არა ეხლაც? ეხლაც მე ვფიქრობ არ უნდა გაუქმდეს აღნიშნული მუხლი. ერთ რამეს მინდა ქავტურნეკა გაუსვა ხაზი, რომ ამ მუხლის თანახმად ქურდული სამყაროს წევრობა კი არ არის ავტომატურად დანაშაული, არამედ თუ ქურდული სამყაროს წევრობას თან ახლავს მუქარა, ძალადობა, დაშინება, შანტაჟი, აი ამასთან უკვე ერთობლიობაში ეს ქმნის დანაშაულის შემადგენლობას და ესეთი როცა გარკვეული აუცილებლობა უდგას ამა თუ იმ ქვეყანას, ესეთი მსგავსი შინაარსის მუხლები სხვა ქვეყანა მაგალითად იტალიაში არსებობს და ჩვენმა აუცილებლობაც შექმნა ამ მუხლის შემოღების გარდუვალობა და მე ვფიქრობ ამ ეტაპზეც ეს მუხლი მე ვფიქრობ არ უნდა შეიცვალოს. კარგი, დიდი მადლობა ბატონებო და ქალბატონო ნანა იმისთვის რომ იყავით ჩვენი სტუმრები და უპასუხეთ ჩვენ შეკითხვებს. მადლობა მაყურებლებს, ჩვენ გემშვიდობებით ხვალამდე, ხვალ შევხვდებით ისევ ერთმანეთს, ისევ ამ სტუდიაში 21 საათზე საინტერესო სტუმრებითა და თემებით, ასე რომ ნახვამდის.